ესე იგი ჩვენ თხრობა გაგვიჩერებია იქ რომ იოსები გაყიდეს ძმებმა 20 ვერცხლად, ნუ ვისაუბრეთ ეს 20 ვერცხლას უკავშირდება რამდენად იაფფასიანად, რამდენად იაფად გაყიდეს ძმებმა იოსები და როგორ უთიფრად წარუდგნენ მამას და მიართვეს იოსების ხალათი, სადაც და უთხრეს რომ ნახევარ შენი შვილის ხალათი ხო არისო და იაკობმა დაიტირა თავისი შვილი. თითქოს და გრძელდება სამამამთავრო ისტორია, რადგან იოსები არის ძე იაკობისა და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს რომ იოსები არის ძე იაკობისა და სხვა კი არა, მაინც მარტო იოსებია ძე იაკობისა. მაშინ წმინდა წერილს ლოგიკურად უნდა ეჩვენებინა და უნდა ეთქვა რომ იოსებიც მოკვდა, იოსებმა სიკვდილს შეხედა თვალებში და ამის შესახებ ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ. ახლა აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია. იოსები მოხვდება ეგვიპტეში. და იოსების ეგვიპტეში მოხვედრა საფრთხო განგებულებით ხდება და ძალიან გთხოვთ ამას მივაქციოთ ყურადღება. ძმებს რომ იოსები არ გაეყიდათ, იოსები ეგვიპტეში ვერ მოხვდებოდა, პირდაპირ აზრით რომ განკუთვნილ მიჟეშედეგობრივი კავშირები რომ დავადგინოთ ხო ბიბლიურ თხრობაში. ძმებს რომ იოსები არ გაეყიდათ, იოსები ეგვიპტეში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ იოსების ეგვიპტეში მოხვედრა საფრთხო განგებულების გამოძახილია. სხვაგვარად ვთქვათ, ეს ყველაფერი საფრთხო დაშვებით, საფრთხო განგებით მოხდა. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს იმას, რომ საფრთხო განგებით რომ იოსები ეგვიპტეში მოხვდა, ამით მართლდება ძმების საქციელი და ძმების ის სისასტიკე, რაც იოსების მიმართ გამოიჩინეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძმები რაიმე ნიშნით გამართლებული არიან, იმიტომ რომ ღმერთმა ეს სათავისოდ, ანუ საფრთხო განგებულების რეალიზებისათვის გამოიყენა. ჩვენ ცოტა მოგვიანებით შეიძლება დავსვათ ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ არ დავსვათ ასეთი კითხვები ხშირად ისმის იმ საზოგადოებისგან რომელსაც წმინდა წერილის სულით არა აქვს წარმოდგენილი ის ისტორია კაცობრიობისა რომელიც ბიბლიაშია მოცემული და ხშირად სვავენ კითხვას რომ იუდას უარ გაიყიდა ქრისტე როგორ მოხდებოდა კაცობრიობის გამოხსნა. ჩვენ როცა მიუვალთ ამ ადგილას მინდა იოანე ოქროპის დავიხმარიებთ და გავცემთ ამ კითხვას პასუხს, მაგრამ წინდაცენ მინდა აღვნიშნო, რომ ღმერთს აი კაცობრიობის ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ისტორიის იმ ნაწილში, რომელიც ბიბლიაშია წარმოდგენილი, ხშირად ხვდებით ასეთ რამეს, როდესაც საფრთხო განგებულება აღესრულება და ამ საფრთხო განგებულების აღსრულების მიღმა დგას ვიღაცის ძალიან ცუდად, ან ვიღაცების ძალიან ცუდი, ძალიან მიუღებელი საქციელი. საფრთხო განგებულების აღსრულება მათ საქციელს არ ამართლებს არავითარ შემთხვევაში. ამიტომ წმინდა მამათა ლიტერატურაში გვაქვს ჩვენ ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი. ეს სიცუდე, ამ სიცუდეს ღმერთს, ანუ ამ მოცემულობას, რომელიც სიცუდეშია წარმოდგენილი და ქმნილებამ თავისი თავისუფალი ნებელობის არამართებული რეალიზებით, აი ესე მოაქცია, მაინც სასიკეთოდ იყენებს და თავის სასიკეთოდ მოაქცევს ღმერთი. აი განგებულება ასე განიმარტება ამ შემთხვევაში, აი ამ ასეთ მომენტებთან დაკავშირებით. სწორედ იგივე ხდება იოსებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეგვიპტეში უნდა მოხდეს და რატო უნდა მოხდეს ეგვიპტეში, ამას ცოტა მოგვიანებით თავისთავად ცხადია დაცულებით მივარკებით. ახლა ის ვაჭრები, რომლებიც იოსებს მოკიდებენ ხელს და წაიყვანენ ეგვიპტეში, ნათქვამია რომ მიქონდათ შტახსი, ბალსამონი და ისე სხვადასხვა კეთილსურნელება ეგვიპტეში გასაყიდად. ახლა აქ რატომღაც იუდაური გარდამოცემა ასეთ რაღაცას სიტყვის ყოველ შემთხვევაში რაბინულ ეგზეგეტიკაში ასეთი რაღაცა ფიქსირდება, რომ ამ ვაჭრებსო ყოველთვისო სიმყრალე დაქონდათო იმაშიო ეგვიპტეშიო და ახლაო რატომღაცო საფრთხო განგებითო კეთილსურნელება წამოიღებესო, რადგან იოსები ყავდათ ჩასაყვანი იმაშიო ეგვიპტეშიო და აი ესე დაემთხოვნო, ეს მათი დამოკიდებულება რაღაც ხაზგასმა უნდათ, რომ ღმერთი ყველაფერს საკეთო ცვლის არც ეხება მათ ესე იგი მათ ერთს და მათ წარმომავლობას. ყოველ შემთხვევაში წმინდა წერილში გვწერია ესეთი ამბავი, რომ იოსები პოტიფარმა იყიდა, პოტიფართან მიიყვანეს, მას მიიყიდეს და აი ეს პოტიფარი ქონდა ქართულ ხუცესი, სხვაგვარად ვთქვათ, ის უნდა იყოს ეგვიპტის ფარაონის დაცვის, პირადი დაცვის ხელმძღვანელი. ასეთი ეპითეტით აყვავს წარმოდგენილი წმინდა წერილში, ის არის ეგვიპტელი. რატომღაც ხაზგასმულია, რომ ეს ქონდა ქართულ ხუცესი არის ეგვიპტელი კაცი. ცოტა მოულოდნელი ხა ეგვიპტელმა უნდა იყიდოს, აბა ვინ უნდა იყიდოს, მაგრამ რაც წმინდა წერილი ამბობს, ეგვიპტეში ეგვიპტელი ყიდულობს. შეიძლება ეგვიპტეში არა ეგვიპტელი. ჩვენ ამ იმას რატო კონკრეტებს ამას წმინდა წერილი, ამას შევეხებით ცოტა მოგვიანებით. ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ ვნახავთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს. უბრალოდ ეს დავიმახსოვროთ, რომ ეს კაცი ეგვიპტელად არის წოდებული.
წმინდა წერილში წერია, რომ იოსების შესულით ქონდა ქართულ ხუცესის ანუ პოტიფარს ხელი მოიმართება და ღმერთი აკურთხებს პოტიფარის სახლს. ანუ მთლიანად ხელმომართულია ეს პოტიფარი ხედავს, რომ ყველაფერი წარმართებული, ყველაფერი კარგად წარემართება მას, ხედავს იოსების განსაკუთრებულობას მის სახლში და იოსებს ჩააბარებს მთელ სახლს, მოურავად დანიშნავს მთელ სახლს ჩააბარებს, ყველაფერზე უფლებას მისცემს იოსებს და დარდი არაფრის ჰქონდაო პოტიფარს, გარდა ჭამისა და სმის. ანუ იოსებმა ისე მოუგვარა ეს საშინაო საქმეები და ისე მოუგვარა ეს საშინაო მეურნეობა, რომ პოტიფარი ძალიან კმაყოფილია აი ამ შენაძენით, რომელიც იოსებს უკავშირდება. თავისთავად ცხადია, აქ უკვე ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ იოსებმა უნდა დაიწყოს ქადაგება ეგვიპტეში, ვინაიდან მისი ჩასვლა ეგვიპტეში გულისხმობს სწორედ ამას, რომ სამისიონერო გზა უნდა გაგრძელდეს ეგვიპტისაკენ. ახლა როგორ გამოიხატა ეს იოსებას, როგორ მოახერხა წმინდა წერილში აწერია, ასრაიმე გარდამოცემა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ შემდგომი თხრობა, რომელიც წარმოდგენილია წმინდა წერილში, გვაგულვებინებს, რომ იოსების განსაკუთრებული თვისებაა პატიოსნება. განსაკუთრებული თვისებაა პატიოსნება, რომ აი ის რაღაცა ჩაბარებულ, მიბარებულ საქმეს ზედმიწევითი პატიოსნებით აღასრულებს. ეს მის ღვთისმიერებასაც ახასიათებს. მე თავის დროზე გითხარი თქვენ და კიდევ ერთხელ გაკიმეორებთ, რომ ქრისტიანული გადასახადიდან ბიბლიური ფასეულობათა სისტემიდან ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ პატიოსნების მომენტი, როდესაც პავლე მოციქული ამბობს თავის ადგილას, რომ ემსახურებთ ერთგულებით თქვენ ბატონს არა მაშინ, როდესაც ის გხედავთ თქვენ, არამედ მაშინ, როდესაც ის არ გიყურებთ. რატომ? უფრო დიდი გხედავთ თქვენ, ვინ არის ეს უფრო დიდი? ეს არის ღმერთი თავისთავად ცხადია. ამიტომ ქრისტიანული გააზრებით, ხო? აი ღირებულებათა სისტემით, რომელიც ქრისტიანობას ახასიათებს, ძალიან მნიშვნელოვანია აი სოციალური ურთიერთობის, აი სოციალურ სფეროში ამ ურთიერთობის დარეგულირება, როდესაც პატიოსნება ხდება საქმის წარმართველი და პატიოსნების შემთხვევაში, აი ქრისტიანული ღირებულების გაზიარების შემთხვევაში, ყველაფერი აი მშვიდა და ყველაფერი არის მოწესრიგებული სოციუმში. იოსები ასე უთქება, კი, ეს ეგვიპტელია, წარმართია, მაგრამ ეს ის არის, ვისთანაც ეს მოახვედრა ღმერთმა. შესაბამისად, მასთან უნდა იმსახუროს პატიოსად. აი ეს განცდას აქვს იოსებს, რომ ღმერთს აყავს ის აქ ჩამოყვანილი, რადგან აი რა ის უნდა კონდეს იოსებს, რა განცდა უნდა დაეუფლოს, ღმერთმა მიატოვა ის ან რაღაცა უნდა დაეუფლოს, ღმერთმა რა დღეში ჩააგდო ის, არაფერ ამ დაგვარს არ ამბობს იოსები. რატომ? ჩვენ გვახსოვს იოსების ორი სიზმარი. მთელი ცხოვრება უნდა მეთქვა. რაღაცა ნაწილი, მისი ცხოვრების რაღაცა ნაწილი მეგობრებო გახლავთ, არც მეტი არც ნაკლები მოლოდინის სიზმრების ასრულებისა. შესაბამისად, ღმერთმა აქ თუ ჩამოიყვანა, აქ ყოფილა ის ადგილი, სადაც იოსების სიზმრები უნდა აღსრულდეს. პოტიფარის სახლში არის პოტიფარს ყავს ცოლი, რომელიც მოიხიბლება იოსების მშვენიერებით. იოსები ძალიან ლამაზი ჭაბუკი იყო. ერთი აქადური გარდამოცემა გვამსულს ასეთ ამბავს. ღმერთი როცა ქმნიდა სამყაროს, შექმნა სილამაზე და გაყო ის 10 ნაწილად. ერთი ნაწილი მის მთელ სამყაროს 9 დაუტოვა იოსებს. იმდენად რა ლამაზი იყო იოსები, ასე ახასიათებს იოსების სილამაზეს. მე ერთი წყაროც ასევე აპოკრიფული წყარო გვეუბნება, ეს ქალი იჯდაოდა მზის ვაშლებს, ის ვაშლები რომ პორტოხალი იქნება. პორტოხალებს თლიდნენ, აი ეს ცოტა ისეთი საზოგადოება რო არის, ესეთი არისტოკრატიული საზოგადოება, ეს ქალი არის პოტიფარის ცოლია. ხო მე რეფრემასური გვაძლევს ჩვენ ინფორმაციას, რომ ეს პოტიფარიო დაწინაურებულია ფარაონის კარზე ცოლის გამო, ცოლი ენათესაუებდაო ფარაონსო და ცოლმა დააწინაურაო ესისა და შესაბამისად ქმარი ბევრი რამის ვალდებული იყო ცოლის წინაშე და იცის რა კარგი ცოლიც აყავს და უბრალოდ იმიტომ რომ თავისი სოციალური საფეხური არ დაკარგოს, ითმენს თავისი ცოლის გარყვნილებას და ესო მართლა ასე ამას ცოტა მოგვიანებით ჩვენ აშკარად ნახავთ. აი ეს გარდამოცემა გვეუბნება, რომ ესაობს ის ვაშლებს თლიდნენ და ეს თავის დაქალებთან და თავის სამეგობროს ასევე არისტოკრატ ქალებთან ერთად რაღაცას იმაშვებიან ესე და ეს ქალი ყვება რომ ჩემო თქმა ებრაელი ყმა იყიდაო, მონა იყიდაო და ძალიან ლამაზია და არ დაუჯერებენ ეს ისინი რა ქვია, დაქალები არ დაუჯერებენ ამას. რატომ? არ შეიძლება მონა ლამაზი იყოს. წარმოუდგენიათ რომ სილამაზე ეს არის ღვთაებრივი ისა რა ქვია, წვენის ღვთაებრივი საჩუქარი. და თუ ის ღმერთი ისეთი მაგარია რომ ასეთ მაგარ სილამაზეს ასწავს, მაშინ მონად კი არ ეყოლება თავისი ქვეშევრდომი, არამედ ეყოლება დაწინაურებულ პირად. და ესეთი შეხედულებაა და არ დაუჯერებენ ამ ხალხს და ეს ხალი უმტკიცებს და თან პორტოხალს თლიანად და უცებო იოსები შემოვიდეო და შეხედესო, ყველაო ისეო
მონუსხული დარჩაო იოსების სილამაზე, თორემ იმის ვაშლების თლასო თავიც ვერ და თან მიშტერებული იყო, ვაშლების თავს გააგრძელოს და თითები გაიჭრას უყოლოს ეს გაჭრილი თითი ახსენებდა უყოლოს იოსების სილამაზეს. ეს ძალიან ბევრი ლეგენდა არის იოსების სილამაზესთან დაკავშირებით. ახლა რატო ამბობ ამას? წმინდა წერილი ხას უსვამს შეგნებულად ამ მდგომარეობას, რომ იოსები არის ლამაზი ხმაწველი, ანუ გვეუბნება რომ რაღაც აქვს იოსებს ისეთი, რითაც შეიძლება უკიდურეს გაჭირვებაში, ამ უკიდურეს მოძულებულ მდგომარეობაში ყოფა იოსებმა მარტივად ისარგებლოს. მით უფრო თუ ამ სარგებლობის საშუალება გამოუჩნდება მას. კერძოდ საშუალება გამოუჩნდება რა ვიღაცა ქალი, ამ შემთხვევაში პოტიფარის სოლი, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენები უნდა ჰქონდეს, მოინდომებს იოსებთან და იოსებთან დაწოლას. ახლა ბიბლიის ამ ნაწილში თხრობა არის ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთია იოსები ძალიან მაღალი სულიერებით არის წარმოდგენილი. როდესაც ეს ქალი ეხვეწება იოსებს დაწექი ჩემთან და იოსები უარს ეუბნება ამ მოტივით. შენმა ქმარმა ყველაფერი მიჩამობა. ყველაფერზე ფლობის უფლება მოუცა. მხოლოდ შენზე ფლობის უფლება არ მაქვს, მხოლოდ შენ ვერ გავეკარები. ამიტომ ვერ გავაკეთებ ამას. გაუგებარი ამ ქალისათვის რა? რატო ვერ გააკეთებს ამას? ქმარს არავინ არ ეთქვის ამას. ახლა ორმა ვინმე უნდა უთხრას პოტიფარს აი ამ ღალატის ამბავი. ან იოსებ ან ცოლმა. ცოლი არ ეთქვის, იოსები არ ეთქვის და შესაბამისად რა აკავებს იოსებს? იოსები ეუბნება რასაც აკავებს. რა აკავებს იოსებს? ქმარი ვერ დაინახავს, ვინ დაინახავს ამას? ჩემი ღმერთი ხედავს ამას. ამას ვერანაირად ვერ გავაკეთებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, როდესაც ვნება არ აღიზრება, არა იმიტომ რომ ის არ არსებობს, არამედ არ აღიზრება იმიტომ რომ მისი აღზრდა დაკავებულია, მისი აღზრდა შებოჭილია რაღაცა უფრო მაღალი ფასეულობით, მაღალი ურთიერთობით, ვიდრე ეს ვნების გამოხატულების შემთხვევაში შესაძლებელია ყოფილიყო. მორწმუნისათვის არის ეს დამახასიათებელი. მორწმენა აკეთებს სწორედ ასეთ რამეს. როდესაც ადამიანს წამს, მისთვის არის გათავისებული ასეთი რა, რაც ახლა შეიძლება მიიღოს, ამაზე უკეთესი ელოდება ხვალდასე. ჯერ არ არის ის ხელს ვერ კიდევს იმას არის ეს ამაზე უკეთესი, არ იცის, არანაირი შემხებლობა არ აქვს ამასთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ წმენით არის წარმოდგენილი. ახლა ნახეთ რა არის საინტერესო. ქრისტიანობა არის სწორედ რელიგია, რომელიც რაღაც ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე მიგვითითებს. წმენის ყველაზე მარტივ და ყველაზე ხელშესახებ მომენტზე მიგვითითებს. მე მინდა ამაზე განსაკუთრებული ხაზი გაუსვა და ძალიან დიდი ყურადღებით მინდა მომისმინოთ. აი რა შეიძლება იყოს ურწმუნოების მიზეზი და რა შეიძლება მოიტანოს ადამიანში წმენა. ნახეთ მეგობრებო, რა მინდა გითხრათ. წმენა რა არის? წმენა ეს არის დაჯერება უხილავეს. წმენა არის რაღაც ისეთი, რომლის მიღებასაც მოელოდების სამომავლოდ. ახლა არა. ანუ არის რაღაცა, რომელსაც არ ეხება. წმინდა წერილის ეს მითითება, პავლე მოციქულის ეს განმარტება ქრისტიანობაში ძალიან საინტერესო ილექება, როდესაც ქრისტიანობა გვეუბნება ყველა რელიგიისგან განსხვავებით. დაუკვირდით ამას. ყველა რელიგია ადამიანს ეპატიჟება სამოთხეში. ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, რომელიც სამოთხეს ეპატიჟება ადამიანში. ქრისტიანობას ადამიანი არ შეყავს სამოთხეში. ქრისტიანობას სამოთხე შემოყავს ადამიანში. გახსოვთ რას ამბობს მაცხოვარი? ნუ ეძებს სასუფეველსაც სათანადო ზრდით, აქ არის, იქ არის, სადაც სასუფეველო თქვენში. თქვენ გულშია. ამიტომ ქრისტიანი სასუფეველს ეხება არა მომავალში, არამედ ეხება აქ, ამ წამს ეხება. და შესაბამისად ამ წამს აქ რო ეხება, მას უკვე აქვს ყველაზე პრაქტიკული რელიგიური გამოცდილება იმისა, რა შეიძლება იყოს ღმერთთან ურთიერთობა და რა არ შეიძლება იყოს ღმერთთან ურთიერთობა. ისთვის ძალიან ახლოს დგას წმენა, თუ კი ის რაღაცა გზაზე წავა, ეს გზა მინდა ახლა სწორედ ვახსენო და ურწმუნოება საიდან შეიძლება შემოვიდეს, ამით მინდა ახსნა სწორედ. ამ გზაზე თუ წავა ძალიან ხელშესახებია ქრისტიანული წმენა. ძალიან ისეთია, რა ქვია, ცოტა ხერხული ტერმინია წმენაზე რო საუბრობ ეს ტერმინი არ უნდა ახსენო, მაგრამ ძალიან პრაგმატულია ქრისტიანულად წამდეს, ვინაიდან აქვე ამ ცხოვრებაში ეხები ამ ყველაფერს. შესაბამისად, აი, როდესაც საუბრობთ ქრისტიანობაზე, ქრისტიანობაში წმენა სწორედ გახლავთ ისეთი რაღაცა, რაც ნაყოფის მომცემელი არა ხვალდაზე, არამედ დღესვე გააქვთ. აქვე ამ ქვეყანას. შესაბამისად, ნახეთ, ურწმუნოებასთან დაკავშირებით როცა ვსაუბრობთ, რა არის ეს ურწმუნოება, რომელიც ადამიანს რაღაცა შორებელის შესახებ წმენას გაუქმებს, იმიტომ რომ ამ ქვეყნაზე ამ წუთებშიც არ აქვს მასთან შეხება. აი მე ხშირად მომაყავს ეს მაგალითი
და აქაც მოვიყვან ანტონი სუროჟელს მოყავს თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ეს მაგალითად ძალიან მომწონს ეს და ამას გავიმეორებ. ოქროპირი ამბობს თავის ძოზე რომ ურწმუნოება ეს არის ნებისჯიუტობის აქტი. ეს არ არის რაციონალური, ეს არ არის გონებრივი აქტი, არ მწამს. ეს არ არის გონებისჯიუტობა. წმენა არის გულის აქტი, გულის გაფუჭების, გულის გაუწმინდურების, სხვაგვარად რო ვთქვათ, გაუწმინდურებული გული ცდილობს გაამართლოს თავისი, ასე იგი, ბუნებებში ცხოვრება და ამისათვის ჭირდება ურწმუნოება. მართლა კი ვერ ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს. მართლა კი ვერ ამტკიცებს, რომ ის ურწმუნო არა, ჭირდება რომ იყოს ურწმუნო. მის იმას აქვია მისამ მდგომარეობას ამართლებს ეს ურწმუნოება და ამისათვის გადადის ის ურწმუნოებაზე. აი ანტონი სუროჟელის მაგალითი ძალიან სპეციფიკურია ამასთან დაკავშირებით და მე ის მინდა მოვიყვანო ხშირად მომყავს ხოლმე. ერთ-ერთი რუსეთის ერთ-ერთი ის არის ესე იგი სამრევლოა, სადაც მშობლები მიდიან იმაზე რა ქვია წირვაზე და მიყავთ შვილი. და თვითონ ამ კაცის მოგონებებში წერია და ეს კაცი მივა ღვთელთან და ეუბნება მოკლედ რომ მამო მე ღმერთს არ ამწამს ეს ღვთელი ეუბნება მე ჯერ ესეთიცო ღმერთს არ აინტერესებს შენ წავს თუ არა მისი მას წამს შენი და მე მე ვიცი შეიძლება ოჯახიდანაც და გაიხსენებო საიდან დაიწყო შენი ათეიზმი შენი უწმუნოება აი საიდან დაიწყო ის მომენტი გაიხსენებო ვიციო შენ რომ ძალიან ერუდირებული ადამიანი ხარო და დაიწყეო ამაზე ფიქრიო და ეს დაუჯერებს მართლა და იმ საღამოს დაიწყებს ფიქს საიდან დაიწყო მისი ათეიზმი და გაიხსენებს ასეთ რაღაცას რომ მშობლებს ის დაკავდათ ტაძარში წირვაზე ყოველ კვირას და როგორც ეს რუსულ მოწესრიგებულობა მიცის ყველა თავისი ადგილი აქვს იქ მიჩენილი და ამ ბავშვს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი ხატის გვერდით ცენტრალური ხატის ანუ ანალოგიის გვერდით და წესი ჰქონდათ მის მშობლებს ასეთ რომ გამოდიოდნენ ყოველ კვირას ლიტურგიის შემდგომ შვილს აძლევდნენ ერთ კაპიკიანს და ამას ესეთ კაპიკიანი უნდა მისულიყო და ჩაავეგდო ბრმა მათხოვრისათვის რომელიც ისდა ტაძართან და ეს ხო წესი და ერთ დღეს ამ ბავშვმა ნახა მაღაზიაში ხის ცხენი და თხოვნა მშობლებს ეყიდათ ეს ხის ცხენი ღირდა 10 კაპიკი და მშობლებმა უარი უთხრეს და ეს კაცი იხსენებს მე ეს ბერად შედგა ეს კაცი და აღეკოცა ბერად და დიდი მოღვაწეც გახდა და ეს ბერი იხსენებს რომ მე როდესაც დავიწყევ ანალიზიო რამ გამხადა ურწმუნოო აი გავიხსენეო მშობლების უარი და გავიხსენე უცებ წილვაზე როგორ მომადგა აზრი რომ ახლა კაპიკიანს რომ მომცემენ ჩემი მშობლები კი არ ჩავალ და კი არ ჩაუგდები იმას მათხოვარს ასვიზავ წავალ და ამეთ კაპიკიანს ჩავიდებ ჯიბეში და 10 კვირის მერე 10 წირვის მერე მე მეკრება 10 კაპიკი რომელთაც ვიხედი ამ ხის ცხენს მაგრამ უკვე მეოთხე წირვაზე მესამე თუ მეოთხე სამოს არ მახსოვს მომივიდა ახალი აზრი არ არის საჭირო კიდე კვირეების და არა მარტო არ ჩაუგდებ არამედ რაც აქვს იმასაც ამოვიღებ და ესეც გავაკეთებ აი ესე დაიწყო ამ კაცმა ფიქრი და დაიწყო ანალიზი და მიხვდა რომ ღმერთისაგან დაშორება დაიწყო მე პირველი ერთ კაპიკიანით როდესაც მან გადაწყვიტა გაემართლებინა კაპიკიანის დამალვა, მე დაემართლებინა ორი კაპიკის დამალვა, მე გაემართლებინა რაღაცი ფულის ამოღება მათხოვრისაგან. ანუ სხვაგვარად ვთქვათ, მისი ათეიზმი იყო არა მისი ლოგიკური მსჯელობის შედეგი, არამედ მისი გაფუჭებული გულიდან წამოსული აზრი. მას ჭირდებოდა აწყობდა რომ უწმუნო ყოფილიყო, მის ცხოვრებას ახასიათებდა. რატო ამბობ ამას? იმიტომ ამბობ, როდესაც საზოგადოება უწმუნოა, ის ყველაფერზეა წავსვლელი. ყველანაირ სიბინძურეზე, ყველანაირ იმას სისაძაგლეზეა წავსვლელი, იმიტომ რომ მისთვის უწმუნოება არის იმ გაფუჭებული გულის, იმ დარღვეული მენტალობის გამომხატველი, რომლის შედეგადაც მისი ნებისმიერი სოციალური აქტივობა იქნება დამღუპელი და იქნება მის ეგოისტურ სურვილებზე გადაგებული, არ იქნება არავითარ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესების გამათვალისწინებელი. ამის საწინააღმდეგოა მორწმუნე. მორწმუნე არასდროს არ მოქმედებს ეგოისტური პრინციპებით. მორწმუნე საზოგადოებისათვის საშიში არ არის, პირიქით, მორწმუნე საზოგადოებისათვის აუცილებელია. ეს ის მარილია, რითაც მარინდება ეს რა ქვია, ქვეყანა ხრწილება, რომელიც ხრწილებაშიც ის არის არ გავრცელდეს და ეს ხრწილება იყოს შეკავებული. რაღაც ამდაგვარი რამე ხდება იოსებთანაც. იოსებს წამს ღმერთია მასთან, ვიდარი მასთან, რომელი ღმერთია მასთან. იქ რა ქვია, ჯურღბურში რო ჩააგდებინა
28 წელს რო გააყიდინა, აქ რომ უნდა ჩამოაყვანინა და აქ კიდევ ეს მთელი ამბები, კი ეს ღმერთია. ამ ღმერთს აქვს არა ის დანიშნულება, ახლა ჯურღმულშია იოსები თუ მონადარის პოტიფარის სახში, არა, ეს ის ღმერთია, რომელმაც სიზმრები მისცა, ეს ის ღმერთია, აბრაამის ღმერთი როა, ისააკის და იაკობის ღმერთია და ახლა იოსები აბრაამის, ისააკის და იაკობის გაგზის გაგზელებას ამ სიზმრების რეალიზებაში ხედავს სწორედ. ამიტომაც მისთვის სახურება პოტიფარის სახში კი არ აღესრულება, მისთვის სახურება ღვთის წინაშე აღესრულება და ღვთის წინაშე იოსები მსახურობს ჯურღმულშიც, ძმების შემოხეულთან ისამოშიც, პოტიფარის სახშიც და აი ამ ქალთანაც, რომელიც ეხოცება დაწეკი ჩემთან. იოსები იმიტომ კი არ წובה ამ ქალთან რომ ძლიერი, არა, იოსები არ წובה ამ ქალთან, იმიტომ რომ მაშინ ღმერთი წმენას აძლევს, ღმერთი ძალებს აძლევს, თორე ღმერთმა ძალა რო არ მისცემს ის დამოკიდებულობის გამო, იმ სუფთა გულის გამო, რაც იოსებს აქვს, იოსები ვერანაირად ვერ გაძლევს ამ სტუნებას გაუძღოს. ახლა ამას შევხედოთ მეორე კუთხიდან, ძალიან საინტერესო კუთხიდან. რო დაწვეს იოსები მაინც. ახლა იოსები ამ ქალთან რო დაწვეს, იოსები ელემენტარულად, ხო? ეს ქალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იოსები აი ამ სოციალური ჩაგვრული მდგომარეობიდან გამოვიდეს და თავისუფალი ეგვიპტის თავისუფალი მოქალაქე გახდეს. იოსებს ხელის სახელს აქვს, თვალწინ უდგას თავისუფლება, ოღონდ ამ ქალს გულის ადილი ამოსულოს. კი, იოსები მიიღებს სოციალურ თავისუფლებას, მაგრამ ამ თავისუფლების წინ საჩევა ერთ მონობას დაწმოს, მაგრამ მეორე მონობაში ამოყობს თავს. ეს იქნება ამ ქალის ვნებების სახურება. ეს იქნება სულ სხვა მონობაში გადასვლა, ერთი მონობიდან მეორე მონობაში შესვლა. იოსების როგორც მორწმუნის სახე ასე ხასიათდება. იოსებისათვის თავისუფლება ერთი მონობიდან გამოსვლა და მეორე მონობაში შესვლა კი არ არის. იოსებისათვის თავისუფლება არის ყველანაირ მონობაზე ამაღლებულობა და სწორედ ამაზე აქვს საუბარი იოსებს, აი ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოება დღეს ასე ფიქრობს, რომ რაღაცა ერთი მონობიდან უნდა გამოვიდეს და თითქოს ის აღნიშნული აქვს რაღაცა მეორე გზა, რომ სადაც შესვლაც შესაძლებელია გახდეს თავისუფლება. სინამდვილეში თუ დავაკვირდებით, აი ზოგიერთ აღთხინებული იმას აქვია მიმართებას, ამ მიმართებით, ხო, ნახავთ, რომ არაფერი მარტივად უბრალოდ ერთი სახის მონობას ცვლიან მეორე სახის მონობაში. უბრალოდ რაღაცა ამ მიმართულებით მონობას, იმ მიმართულებით მონობა ჯობია, თორე მონობა მონობად რჩება. იოსებისათვის ეს არის ნიშნული და ძალიან საცნაური, რომ იოსები უარს ამბობს, არა იმას, არა ამ მონობაზე, არამედ ზოგადად მონურ მდგომარეობაზე. ამიტომაც იოსებისათვის თავისუფლების გზა არის, არა ის გზა, რომელსაც ახლა პოტიფარის გარყვნილი ცოლის თავაზობს მას, რამე იოსებისათვის თავისუფლების გზა არის ღვთისაგან მიცემული სიზმრების რეალიზების გზა. უარსეულობა თავისთავად ცხადია და ბიბლიაში შესაბამისად ხრობა გაგრძელდება ის როგორც უნდა გაგრძელებულიყო, როგორც ამ დროს იქცევიან ხოლმე ადამიანები, გაყვნილი ადამიანი, რომელიც თავის ვნებას ვერ დაეკმაყოფილებს და გაყვნილი ადამიანი, რომელიც კეთილსინდისიერის საქციელი დამხილი იქნება და მას სინდისი არ აწუხებს და სინდისის მაგივრად ბოღმა აღჭოს, როგორ ვერ მოახერხა თავისი ვნების, თავისი გაფუჭებული ზრახვის რეალიზება, გადადის ძალიან დიდ ზიზღზე, უჩნდება ძალიან დიდი ზიზღი და ეს ზიზღის რეალიზებას ყველანაირად შეეცდება ის საქმეც ეს არის, აი ერთ დღესაც, როდესაც შემოდის იოსები, მარტო პოტიფარი არ არის სახში და იოსებს დაიმარტო ხელებს ეს ქალი, ჩაავლებს, გამწარებული აღარ შეუდეს ვნება ვეღარ აკავებს, ჩაავლებს იოსებს და მოიზიდავს თავისაკენ. იოსები მიხვდება რაშიც არის საქმე და სხვა მიმართულებით, საწინააღმდეგო მიმართულებით გაიქაჩება, ამ ჯაჭვში შემოეხება ეს ტანსაცმელი და ზაქვია შეატოვებს ამ ტანსაცმელს, ამ ქალს და იოსები გაიქცევა და ეს ქალი აშკარად დარჩება ხელცარილი ამ ერთი სამოსის ამან. ეს მეორე შემთხვევა, როდესაც იოსებს ტანსაცმელს ახევენ. ეს მეორე შემთხვევა, როდესაც იოსებს ტანსაცმელს შემოაძარცვავენ. ეს მეორე შემთხვევა, როდესაც იოსები შიშულდება. და ბიბლიაში თითქოს და ხაზია ასეთი. იოსები შეიმოსება და სოციალურ საფეხურზე მაღლდება, იოსები განიმოსება და სოციალურ საფეხურზე ქვეითდება. რაღაცა აი ეს რაღაც ეს ლიტერატურული ეს სიმბოლოს ადევს ამ ყველაფერში. ეს ხალხი დაინახავს, რომ იოსები ხელში ვერ დარჩა და ვერ დაიმარტო ხელა, უკვე მას აღარ ყოფნის აი ეს ნერვები და ხმამაღლა დაიწყებს კიბილს. ვიღაცა ებრაელი საქმე მოუყვანია ჩემ ქვარს აქ, ჩემი შეურაცხყოფისათვის შემოვიდა ჩემთან საარში ხოთ და კიბილი რო დავიწყე, იმას აქ რა ქვია, გაიქცა და ფაქტი უჭირავს აგერ ტალისამოსი დარჩა ჩემთან. მოვა პოტიფარი და წმინდა წელს წერია სიტყვები. ცოლმა მოუყვა ქმარს ყველაფერი და ქმართან დაკავშირებით წერია გამწარდა პოტიფარი. გამწარდა პოტიფარი და იოსებს ჩააგდებს ციხეში. აქ ისმის კითხვა.
ვიზე გამწარდა პოტიფარი და რატო ჩააგდო იოსები ციხეში. თუკი პოტიფარმა დაუჯერა თავის ცოლს, მაშინ იოსები ციხეში გემო ჩავარდეს. იოსებს აქვს ცალსახად გამოტანილი განაჩენი იოსების სიკვდილით უნდა ისაჯოს. ხელყოფა მოინდომა პატრონის საკუთრებისა. თან ცოლისა. თუმცა გამწარდა პოტიფარი ეფრემას უსწრო დამასაკსის ყურადღებას. გამწარდა რა იოსებზე. გამწარდა თავის ცოლზე. რომ მიხვდა რომ აქ იოსები არაფერ შუაში იქნებოდა, და მისი ცოლი და მის ცოლს ვერაფერს ეუბნება, რადგან ისი ცოლის დამსახურება უნდა იყოს მისი სამოხელეო საფეხურზე ამაღლება. აი აქ ციხეში მოხვედრილი იოსები ასევე ციხის ასე ვთქვათ უფროსის თვალშიც მადლს პოვებს, ღმერთი აპოვებს მადლს. ციხის უფროსი ხედავს რომ იოსები, სადაც ის სატუსაღოში, სადაც ის და სადუზის ამის შესახებ ახლა დავიწყებ საუბარს, სატუსაღოში, სადაც იოსები ზის, იქ სიტუაცია არის დალაგებული. იქ იოსები ყველაფერს აწესრიგებს, აი აშკარად ხედავს, აბა შესაძლებელია ეს იყო ძალიან მძიმე მდგომარეობის ციხე, რატომ ამას ახლა ვიტყვით სწორედ. და იოსების შესვლით და მისი რაღაცა ეტყობა, რაღაცა სისტემურად რაღაცა შეიტანა, ისეთი რაღაც ურთიერთობა შეიტანა პატიმრებში, აშკარად ხედავს აი ეს ციხის უფროსი, რომ ციხეში სხვა მდგომარეობა და იოსებს ასევე აი ამ პატიმრებისაგან განსხვავებულ გამორჩეულ მდგომარეობაში აღმოაჩენს. ეს რა ციხეა მეგობრებო? იოსებთან დაკავშირებით პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იოსები და იოსებს მიუჩენენ ორ დაპატიმრებულ პიროვნებას, რომელიც ხილებულ არიან ეგვიპტის ფარაონის სიცოცხლის ხელყოფაში. ეს არის ფარაონის მეპურეთუხუცესი და ფარაონის მწვრთნეთუხუცესი, ანუ მეღვინეთუხუცესი. ახლა სეპტუაგინტას ტექსტი ამას თავიდან მიაკონკრეტებს, მასორეტული ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ორივეს აქვს ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი წარმოდგენილი, რომ ორივე რაღაცა აი ამ სამოხელეო საფეხურზის მთავრები არიან. ფიქრობენ და მიუთითებენ, რომ ფარაონის მოწამვლაში იყო ბრალდებული ორივე, დამტკიცებული ბრალი არავის არ ჰქონდა, მიდიოდა გამოძიება, ანუ ეს არის რაღაცა წინა საგამოძიებო საკანი, სადაც დაკავებული არიან სავარაუდოდ პოლიტიკური პატიმრები, ან და ყველა სახის პატიმარი, რომელსაც ჯერ სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია, მაგრამ იოსები აი ამ ნაწილში, სწორედ პოლიტპატიმრებშია წარმოდგენილი და მასაც პოლიტიკური პატიმრის რაღაცა სტატუსი შეიძლება ქონოდა, მაგრამ ის კრიმინალია აშკარად, აი იმ კანონებით, რა კანონებითაც მოხდა ციხეში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იბრალეულობით, რაბარეულობით ციხეში მოხდა, ის აუცილებლად სიკვდილს იმსახურებდა. აი აქ წმინდა წერილი საუბარს აგრძელებს ერთი ძალიან საინტერესო მომენტით. შევიდა ერთ დღესაც იოსები მეპურეთუხუცესა და მწვრთნეთუხუცესთან და ნახა რომ სახი აქვს ორივეს დაღრეჯილი. ახლა რა მინდა გითხრათ ცით? აი სახის დაღრეჯილება სიზბარის წმინდა წერილში 7 ჯერაა უნახსენები. და აქედან 5 არის შესაქმის წიგნში წარმოდგენილი. აი ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, რომ აი ეს სიზმრები ყოველთვის გაგებულია როგორც ღვთისაგან რაღაცის უწყება. ოღონდაც ეს გაგებულია, აი ერთხელ მახსოვს ერთი ამბობდა სიზმარი არ არსებობს, სიზმარი როგორ არსებობს, წინდეს სიზმარი როგორ არსებობს. არსებობს, როგორ არსებობს, მაგრამ დამოკიდებულება სიზმრისადმი არის შეცვლილი. ვინაიდან ჩვენ ქრისტიანებს გამოცხადება გვაქვს ყველაზე დიდი გამოცხადება. რა არის ქრისტიანებს ყველაზე დიდი გამოცხადება? თვითონ ღმერთი მოვიდა ჩვენთან. აი დღეს ხო, აი ჩვენ ყოველდღიურად, აი დღეს ჩვენ გქონდა გამოცხადება, ხო, აი საუბრობთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით, თუნდაც ჩვენ წირვიდან მოვიდივართ, ხო და დღეს ჩვენ გქონდა გამოცხადება. გამოცხადება რა შექონდა? გამოცხადება გქონდა ღვთის სიტყვაში, რომელიც მოვიდა ზიარებაში, რომელსაც ვეზიარებთ. ხო, ამაზე დიდი გამოცხადება აღარ არსებობს. ამაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება აღარ არსებობს, ამიტომ რაღაცნაირად სიზმრისადმი დამოკიდებულება ახალ აღთქმაში არის შეცვლილი და რაღაც სხვა მიმართება და რატო ამის შესახებ შეიძლება მე ვისაუბრებ, მაგრამ ძველ აღთქმაში სიზმარი გაგებულია როგორც ღმერთისაგან წარმოდგენილი უწყება. იოსები სიზმარს ხედავს, ხო? მართალი იოსებზე მაქვს საუბარი, არა მარტო ამის იოსებზე, რომელსაც სიზმრები ნახა, არამედ მართალი იოსებზე მაქვს საუბარი, რომელსაც ხელი უნდა მოყიდოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ყრმას და წაიყვანოს ეგვიპტეში, რომ გადაარჩინოს ჰეროდეს მახვილისაგან, ხო?
უბრალოდ ხო და ის რა ქვია ნუ გეშინი რა ქვია თვითონ იმას ძილში ეცხადება ანგელოზი და ეუბნება რომ ნუ ეშინია მარიამის მოყვანა რადგან სულისაგან წმინისაგან არის ის მიდგომილი და ასე შემდეგ ამ სიზმრები ჩვენ მაინც გვაქვს ახალი ახლის გარიშასე მაგრამ დამოკიდებულება იცვლება ახლა რა სიზმარია ეს სიზმარი რომელსაც ნახავს წეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი წეთუხუცესი როდესაც აი დაღრეჯილ სახეებს ნახავს და იტყვიან რომ სიზმრები ნახეს რომ იოსები ეუბნება განახმერთისაგან არ არის მისი განმარტება ანუ ეუბნება რომ მოუყრენ სიზმარი და თუ გასააზრებელია ღმერთი ძალას მისცემს იოსებს და გაიაზრებენ ამ სიზმარს წეთუხუცესი მოუყვება ძალიან საინტერესო სიზმარს რომ ის ხედავს ვაზიდან გამოდის ლერწამი სამი ლერწამიდან ესე იგი ეს ყვავილი მტევანი გამოდის ამ მტევანს იღებს იზაბია წეთუხუცესი წურავს ფარაონის თასში და ფარაონის თას ფარაონს აწვის ხელში ახლა აი ამ ადგილზე ეს ადგილი რო წაიკითხეს თვლიან რომ ღვინის ხსენება ეგვიპტის რეალობაში არ არის ავთენტური რომ ეს ღვინო აქ ჩამატებული უნდა იყოს ჰეროდოტეს ცნობას აკნობიან იმასთან დაკავშირებით რომ ეგვიპტეშიო სასმელის სახით მოიპოვებაო ქერისაგან დამზადებული ლუდი და ლუდზე უნდა იყოს საუბარი რომ ვაზის კულტურა ღვინის კულტურა აქ არ უნდა იყოსო ნახსენები და ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი არის შემდგომი ჩამატება მაგრამ ჩვენ სხვა მოგზაურები და ეს ტრაბონის პლინიუსის ცნობები გვაქვს იმასთან დაკავშირებით რომ ეგვიპტე იცნობს ღვინოს და ჰეროდოტე როდესაც საუბრობს თავის პერიოდის მონაცემებზე ის ნამდვილად ვერ ისაუბრებს იმ მონაკვეთზე რომელიც იოსების პერიოდს ეხება და საუკუნეების წინ იყო მithumetel მიუხედავად იმისა რომ საქვია ბახოსის კულტი და ეს ისა რა ქვია ღვინის მისტერიასთან დაკავშირებული კულტები ზოგადად წარმართობაში ყველგან არსებობდა აბსოლუტურად არა როგორც ალკოგოლის ზოგადად არამედ მაინც და მაინც როგორც ღვინის და ეს ყველაფერი არსებობდა და ეს ყველაფერი ის იყო რა ქვია გააზრებული ქონდა შესაბამისად ჰეროდოტეს ამ ცნობას ვერანაირად ვერ ვენდობით და 13 საუკუნის წინანდელი ეგვიპტე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჰეროდოტეს დროინდელი ეგვიპტისაგან და სხვა ცნობებითაც რაც გვაქვს შესაძლებელია პირდაპირ მივიღოთ რომ ღვინის კულტურას ეგვიპტე მაშინაც იცნობს ახლა საინტერესო რა არის საინტერესო ის არის რომ იოსები განუმარტავს ამ სიზმარს ფარაონს და ეუბნება ასეთ ბაბატიეთ წეთუხუცეს და ეუბნება ასეთ რამეს ეს იმას ნიშნავს რომ 3 დღის მერე თავისთან არ გამაგლებს ფარაონი თავს აგიწევს და პატივში დაგაბრუნებს და კვლავ მიაწვდის სასმელს ფარაონს ეს თავს აგიწევს არის ძალიან საინტერესო დაშიშავს თავს აგიწევს დამნაშავე როგორ იყურება ხო და დამნაშავე ვიღაცა დანაშაულს შეიქცოს ასაკეთო თავჩაკენდრული დამნაშავის მდგომარეობა თავი ჩაკენდრული აი ეს თავი ჩაკენდრა მოდის მეგობრებო საიდან გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ღმერთი ეუბნება კაინს რაც დახარე თავი აი ეს თავდახრილობა აი ეს მდგომარეობა მოდის კაინისგან როდესაც დანაშაულს აქვს აი სწორედ ეს მომენტი აქვს სწორედ რომ ადამიანს ღირსებას უკარგავს ჩვენ ძალიან თქო გავასხოვთ ერთმანეთსაგან ამ პარტავნება და ღირსება სხვა არის ღირსება და სხვა არის ამ პარტავნება ამიტომ არის დამნაშავე რომელიც თავაწეულიდან უტიფარი გამოხედვა აქვს ძალიან უტიფარია და ღირსეული როდესაც თავაწეული დადის ხო ძალიან ღირსეულია მასთან ურთიერთობა და ძალიან ისეთია ხო ბევრი რამის მომცემია და პირიქით როდესაც დამნაშავე თავს არწევს მის თავჩაკენდრულობაში ძალიან დიდი ღირსება არის და განწყობა ეკნება იმისა რომ რაღაცა მიმტევებელი იყო და რაღაცა ურთიერთობა ქონდეს მასთან ანუ ეს ყველაფერი რაღაც ადამიანის აი თვისებებში აი ამ ინსტინქტურ თვისებებშიც კი არის გაწეული და იოსები სწორედ ამ ტერმინს ხმარობს აქ რომ თავს აგიწევს ანუ თავაწეული მდგომარეობა ანუ თქვა დამნაშავის მდგომარეობაში აღარ იქნება და აი აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი სადაც ვინმე თუ შეეხო წმინდა მამა ყველა გაჩერდა ამ მომენტთან დაკავშირებით ეს გახლავთ ამბავი იმასთან დაკავშირებით რასაც იოსები ეუბნება წეთუხუცეს როდესაც ეს მოხდება და ფარაონი თავისთან წაგებანს მეც გამიხსენე აი აქ ყველა წმინდა მამა ამბობს აი ყველა აბსოლუტურად ვინმე თუ შეეხო ამ ადგილს აი აქ იოსებმა დაუშვა შეცდომა დაუშვა როგორ ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ძალიან გამიხარდება თუ კი ჩაერთვებით და მიპასუხებთ ამ კითხვაზე რა შეცდომა დაუშვა იოსებმა როდესაც წეთუხუცეს უთხრა რომ ფარაონთან უამაღლებს გაიხსენოს იოსებიც რადგან
უდანაშაულოდ არის აქ მოხვედრილი. ებრაელთა ქვეყნიდან მოიტაცეს, აქ ჩამოიყვანეს და აქაც აი ციხეში უდანაშაულოდაა ამის იმედზეა და აბსოლუტურად მართალი ადამიანის მოიმედი. მეგობრებო, აი იერემია წინასწარმეტყველის წიგნში შევაქერთი ასეთი სიტყვა. წეულია კაცი, რომელსაც კაცის იმედი აქვს. მეორე რედაქციით უბედურია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ნახეთ. ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში, ძალიან თქო კარგად გამიგოთ. არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ მეგობარს მეგობრის იმედი კონდეს. ეს ამას არ ნიშნავს. სხვა რამეს ნიშნავს. ამ შემთხვევაში მოიმედეობა იმასაც იოსები აკეთებს. იოსების ავს ეს უხუცესი ვინ არის? ეს არის ის ურომლისოდაც, აი თითქოს აი ამაშია გამოსავალი და მეტი გამოსავალი არ არსებობს. სხვაგვარად რო ვთქვათ, მე იოსებს მართალი იოსებს ამას ვერ ვკადრებ, მაგრამ აი ჩვენს რეალობაში რო ვთქვათ, ასეთი ადამიანი ვის იქცევა ხოლმე მეორე ადამიანისათვის, ვინ ხდება? ღმერთი. ჩვეულებრივი კერპია და თაყვანისმცემელს იწყება. აი, კარგად გამიგეთ, თუნდაც თუ გამიგებ ძალიან თქო ამას. შეიძლება მე ვერ გამოვთქვა და იმიტომ გეუბნებით ამას. ნახეთ, აი, მე რო ვთქვა ვიღაცა დამეხვალა, შენ რო არ მხოლოდ რამე შველებოდა. აი ეს არ არის მართალი. პირიქით, შენ რო აყოლე რამე შველებოდა და ღმერთს თუ არ ეშველა, ჩემთვის შენი ხელით რამე შველებოდა. ამ შემთხვევაში ის ვინც მე დამეხმარა, უმადური კი არ უნდა ვიყო მისი. არა, ის მე ძალიან უნდა დავაპასო, რატო? იმიტომ რომ ღმერთმა ის აირჩია იმ ჭურჭელად, რითაც მე დამეხმარა. ეს არასდროს უნდა დავიწყო, რომ ეს ჩემთვის ღვთისმშეული ჭურჭელია, რითაც მე ღმერთი მეხმარება. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჩემთვის. ღმერთი არ უნდა გახდეს ეს ჩემთვის. ეს მეხმარება არ ნიშნავს იმას, რომ მისი თაყვანისცემა დავიწყო, რატო? იმიტომ რომ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ. კერპი და ღმერთი შესაბამისად რაც ახლა მჭირდება ვიტყვი, კერპ თაყვანისცემა და ღვთის თაყვანისცემა ერთი არსობრივი რამით განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ ღმერთს გინდა იცი თაყვანი, გინდა ასე თაყვანი. ღმერთი მაინც არსებობს და არაფერი აკლდება. კერპი რა შემთხვევაში არსებობს? როცა თაყვანს თუ კერპს თაყვანს არ არსებობს, კერპი არ არსებობს, ანუ ღმერთს არ ჭირდება თაყვანისცემა და კერპს ჭირდება თაყვანისცემა. ამიტომაც იმას, ვისაც ჭირდება თაყვანისცემა, რას აკეთებს? სულ ითხოვს თაყვანისცემას, სულ ითხოვს თაყვანისცემას. თაყვანისცემას ითხოვს, იმიტომ რომ თვითონ ჭირდება და არა იმას, ვინც თაყვანისცემს მას. შესაბამისად რა ხდება კერპსა და თაყვანისცემას შორის? რა იწყება? აუცილებლად იწყება კონფლიქტი. აუცილებლად იწყება კონფლიქტი. ადამიანი თუ იმას გააკერპებს, აი ჩვენ თუ იმას ვიზავთ, გადავხედოთ ხო ისტორიას, ან იმას აქვია კაცობრიობის ისტორია და რაიმე მაგალითს მოვიტანთ, ხო? ბელადი აუცილებლად თუ კი სისტემამ მისი ბელადის სტატუსი არ შეინახა, ბელადი როგორც ასეთი საყვარელი და მანუღეშებელი არ შეება, აუცილებლად შეძულდება, შეზიზღდება და იწყება მისი ნგრევა და იწყება მისი მსრევა, რატო არ არის ის, არ აქვს, იმიტომ რომ თაყვანისცემა ქმნილებისადმი არ იძლევა იმ ძალას, რა ძალამაც შეიძლება მათ შორის ეს ურთიერთობა შეაკავოს. ღვთის თაყვანისცემა პირიქით არის, ღმერთს თაყვანისცემა არ ჭირდება. პირიქით თაყვანისცემას ჭირდება თაყვანისცემა ღვთისა. ამიტომაც კონფლიქტი კი არ იწყება პირიქით. აი ეს თაყვანისცემა კეთილი ნაყოფის გამომგებელია. შესაბამისად, როდესაც იერემია წინასწარმეტყველი ამბობს, ერთი რედაქციის წეულია კაცი, რომელსაც კაცის იმედი აქვს, ან და მეორე რედაქციის უბედურია კაცი, რომელსაც კაცის იმედი აქვს, ამას უსვავს ხას სწორედ რომ კერპთაყვანისცემლობის ბოლო. ანუ მე სხვადასხვა ეს ციტატა ასე გრძელდება, რომ იმას დაიწყო თავისი ღმერთი. რომ ეს აქვია კერპთაყვანისცემის ბოლო. არა აქვს მნიშვნელობა კერპთაყვანისცემლობა რა არის. ამ შემთხვევაში კერპი მეზობელია, მეგობარია, სოციალური პროგრამა, ის აქვია რაღაცა სტრატეგია, განვითარების სტრატეგია. არა აქვს ამას არანაირ. ყველაფერი კერპია ეს. ბოლოს აუცილებლად ადამიანი მიდის გაუბედურებამდე. მე გახსოვთ თქვენ მოგიყვანეთ ასეთი მაგალითი, ძალიან ხშირად მოვყავს ეს მაგალითი და კიდევ ერთხელ მოვიყვან ამ მაგალითს. აცხოვრის საის მიმართება, ორი აშენებს ხარს. ერთი ქვიშაზე, ერთი კლდეზე. ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე და ვთქვით, რომ ორივემ ააშენა სახლი. შენებლობაში არ არის პრობლემა, ანუ პროგრამის განხორციელებაში არ არის პრობლემა, ურთიერთობაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რას ეფუძნება ეს ყველაფერი. ქვიშას თუ ეფუძნება, ანუ არაფრობას თუ ეფუძნება, კერპს თუ ეფუძნება, ქმნილებას თუ ეფუძნება, აუცილებლად ურთიერთობის ტალღა, ცხოვრებისეული რეალობის ტალღა დააკავს და ამას წარხოცავს ყველაფერს. რა დარჩება? ის რომელიც კლდეზეა დაფუძნებული, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაღაცნაირად აი ერთს მოაქვს ეს მაგალითი, არ ვიცი,
ამ შემთხვევაში ეს მაგალითად ამდენად ადეკვატურია, მაგრამ რაღაცა აზრი თუ კი მივიღებ დავფიქრდებით იმაზე და ვიტყვით რომ არც ერთი მაგალითი ბოლომდე ადეკვატურობას არ ასახავს და სულ რაღაცა დათქმით აქვს ყველა მაგალითი მისაღები, მაშინ ძალიან საინტერესოა ამბავი, რომელიც იოანეს სახალების მეხუთე თავშია მოთხრობილი, ამბავი იმასთან დაკავშირებით ბეთისდის საბარელთან, როგორ ზის კაცი და როგორ ელოდება წყლის სამღრევას, რადგან ანგელოზი წლიწად ჩამოდიოდა წყალს ამღრეოდა და პირველი ვინც მოასწრებდა ჩასვლას, ის ნებისმიერი სენისაგან იკურნებოდა. მაცხოვარი მიდის ამ დავდომილთან და ეუბნება, რატო არ ჩადის წყალში? რატო ეს კაცი ეუბნება, რომ ნაო კაცი არ ამყავსო, რომ ხელი მომკიდოს და ჩამოსანა მე მივალო იმას რომ სხვა ჩასული უკვე ვერ ვასწრებ. კაცი არავინ არ არის, არავინ არ აღმოჩნდა, არავის იმედია და ვერავიზე ვერ დაამყარა ამ კაცმა იმედი და სწორედ იმ დროს, მაგრამ ამაუსთან მაინც ის. კაცი არ აკავსო ჩაიყვანოს, ჩააგდოს ამაუში, მაგრამ აქ მაინც ის. რატოს ეს? კაცის იმედი არ აქვს. და რატო რჩება როგორ ფიქრობთ? იმიტომ რჩება რომ უნდა მივიდეს ერთხელ განკაცებული სიტყვა მასთან და უნდა უთხრას. რომ ათქეს და განკორდებული და წავიდეს. აი ძალიან სიმპტომატურია ეს მომენტი რომ კაცი არ აკავს, კაცის იმედი არ აქვს, მაგრამ რაღაცის იმედი და ეს რაღაც არის სწორედ ის რაც მივა მასთან და განკორნავს და გამოიყვანს საქმე. იოანე უხროპირი ამბობს საოცარ სიტყვას იოსების ამ ადგილთან დაკავშირებით. დაიქანცა და დაიღალა იოსებიო. არის ეს. ბოლო სახარებისას მაცხოვარი მას ისავს ხო წაიბორძიკებს და მის საზეჯვარს გაკეთებებს სხვას და სულ კონკრეტულად და ის აიტანს იმაზე კონკრეტულად. აი ეს დაღრილობის მომენტი. ყველაზე კარგად გამოკვეთავს იმას რაც ნიშნავს წმინდანი. ეს არის არა ის, რამაც წმინდანის სახე შეურავს ხოლმე პირიქით, რამაც ერთიორად კარგად გვაჩვენა რაც ნიშნავს წმინდანი. პირიქით ეს გამონაკლისი ამ კანონის მნიშვნელობას და რეალობას ერთიორად იმას აქვე ადასტურებს. ეფრემასურია მოსპირდაპირ, ეხლა ეუბნება ხო 3 დღის მერეო და გამიხსენეო. მართლა საოცარი რა არის, იცით? თითო წლად შეურაცხა ღმერთმა. მესამე დღეს ელოდებოდა რომ ფარაონის მოგვია ფსლეთუხუცესი ფარაონთან გაიხსენებდა იოსებს და მესამე წელს გაიხსენა ფარაონმა თითო წლად შეურაცხაო. ეს ძალიან საინტერესოა ეს მომენტი რომ იოსებმა უნდა იცოდეს. იცის კიდევაც, მაგრამ ეს დაღბილობა უნდა მოიხსნას იოსებმა. ძალიან ძნელია, მეგობრებო, ხო? 17 წლის ბიჭი გაყიდეს და 30 წლის, ანუ 13 წლის განმავლობაში სრულ უსამართლობაში და სრულ დევნილობაში ცხოვრობს ეს კაცი. ძალიან დაახლოებით და იაკობი 20 წლის განმავლობაში არანორმალურ თანხმობაში ცხოვრობს ეს კაცი. 20 წლის განმავლობაში 20 წუთი რომ უსამართლობაში იყო და შეიძლება შუა იმას აკა, ხო, ბოღმისაგან გავსდე და ვერ დავეტიო ამ ქვეყანა 20 წელი. 20 წელი, 13 წელი ეს ბიჭი ასე დღეშია. თან 1000 საშუალება გამოუშვა იმისათვის, რომ თავისი სოციალური მდგომარეობა გამოესწორებინა. არაფერს ხელი არ მოკიდა. მაგრამ აქვეა მოსვიანი ოქროპირი ერთმანეს. რომ წლეთუხუცესო საფთურამ განგებულები დაავიწყდაო იოსები. მაგრამ როგორც გამორჩეულმა ხელოვანმა იცის, ოქრო რამდენი ხანი უნდა ამყოფოს ცეცხლში. ასევე ღმერთმა იცის რამდენი ხანია საჭირო იმ ტანჯვისათვის. ერთად გამოიწვდება იოსები და მერე ამაღლდება. ანუ იოსები ისეთ საფეხურზეა ასასვლელი, რომ იქ ძალიან სულიერი დიდი სიმაღლე და დიდი სიმტკიცე თუ არ იქნა შესაძლებელი ამ სოციალურმა დიდმა საფეხურმა მას ღვთისმსახურებაში ხელი შეუშალოს. მართლაც აქ საინტერესო რა არის ეს იოსები. ხო, იოსების სიტყვაში ერთი არ დაგვაუწყდეს. ნახეთ რას ამბობს იოსები. მომიპარეს ებრაელთა ქვეყანა. რომელი ებრაელთა ქვეყანა? ესეთ რამე არ არსებობს. არ არსებობს ასეთი რამე, ებრაელთა ქვეყანა არსებობს. არსებობს ერთადერთი რამე, რაც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს. და რაღაცა ჭაიყიდა იაკობმა, მახმელავს ღუმი აქვს ნაყიდი აბრაამს და ეს პატარ-პატარა მონაკვეთები, არანაირი ებრაელთა მიწა არ არსებობს. მაგრამ იოსები აქ ახსენებს, რომ ებრაელთა მიწიდან არის მოპარული. მე ახლა ამ თემაზე საუბარს არ გავაგზავნებ, ჩვენ შესაქმის წინ, უბრალოდ ხო შესაქმის წიგნის ბოლოში და მოსეს დავიწყებთ აი ამ ამბით. ებრაელთა მიწის ამბით. მოსეს ისე ვერ გავიგებთ, უბრალოდ მოსეს მოღვაწეობის პირველ ნაწილს ისე ვერ გავიგებთ. თუ იოსები არ გავიხსენებთ, ჩვენ ძალიან საინტერესო მას გავაკეთებთ ერთმანეთთან. უბრალოდ რა მინდა გითხრათ. იოსებისათვის ის რაც უნდა მოხდეს 4-9 საუკუნის მერე, ახლა უკვე აღსრულებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იოსები ქანაანს უყურებს როგორც ებრაელთა მიწას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით იოსები მოკვდება ამ წიგნით. ახლა თქვენი ყურადღება რას მინდა მივაქციოთ. მეორე, რასაც ამბობს იოსები, წეთუხუცესზე ერთი რამოზე ებრაელთა მიწიდან მომიპარეს და მეორე
ისა რა ქვია, არანაირ ვიგაყიდა ის, როგორ მოხდა აქ, ანდა რა უსამართლობა გააკეთა პოტიფარმა და მის მოწმობა, არაფერს არ ამბობს ამას, ეს არ არის ხვის საქმე. თითქოს და ეს მისი წარსულია, რომელსაც სად არის დამარხოს და ხმა არ მოიღოს, თუ კი ეს წეთუხუცესია იმ წყალობას მოიღებს მასზე და ფარაონთან გაიხსენებს მის ამბებს. ბოლოს ამას უყურებს და უსვენს ყველაფერს მეპურეთუხუცესა ხედავს, იოსებმა კარგად ახსნა ეს სიზმრები და თავის სიზმარსაც მოუყვება, რომ სამი კიშტეკურიდან სამი კალათა არაგია, სხვადასხვა სანოვაგით, პურის და რაღაცა სანოვაგით და ჩიტები მოდიან და კენკავენ ამებას. და იოსები მიუტრიალდება და ეთქვის სამი დღის შემდგომ ასეთ დაკიდებენ ხეზე და ჩიტები დაკორტნიან შენს სხეულს. მართლაც მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღეა და ფარაონის დაბადების დღეზე მოიწვიეს წეთუხუცესი, მას თავი ააწევინეს, ანუ გაამართლეს, ხოლო მეპურეთუხუცესი სიკვდილით დასაჯეს. სავარაუდოდ გამოძიება სწორედ ამ დროისათვის დასრულდა, სავარაუდოდ ეს ამნისტია უნდა ყოფილიყო, ამნისტია რომ ყოველთვის ყოფილიყო ჯერჯერობით მეფის კვლელობაზე არანაირ ამნისტიას არ გამოაცხადებდნენ დაბადების დღესთან დაკავშირებით ეს ერთი და მეორე ამნისტია რომს გამოეცხადებინათ თუ ამნისტიით არის გამოყვანილი წეთუხუცესი, მას თავის პოზიცია არ უნდა დააბრუნდეს აბსოლუტურად გამორიცხულია. სავარაუდოდ მას დაუმტკიცდა რომ ის ბრალეული არ არის, ხოლო მეპურეთუხუცეს ბრალეულობა დაუმტკიცდა და ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და არა ამნისტიის შედეგი. როგორც მოსავალდელი იყო და ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, გავიდა ორნახევარი, გავიდა წლები და წმინდა წელში ძალიან გასაგებად წერია რომ წეთუხუცეს დაავიწყდა იოსები. დაავიწყდებოდა რატომ? იმიტომ რომ წეთუხუცეს ვალდებულების გარდა არაფერი აკავშირებს იოსებთან. წეთუხუცეს იოსები არ უყვარს. წეთუხუცეს რაღაცა ვალდებულებები აქვს. და ამ ვალდებულებებს გაიხსენოს, მაშინ როცა უნდა გაიხსენოს. აი სწორედ ამ ამბების მერე იყო ეს მესამე წელია, ესე 2 წელი გავიდა და ფარაონი ხედავს სიზმრებს. ახლა ფარაონის სიზმრები არის ძალიან საინტერესო. მეგობრებო, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციოთ ასე ძალიან საინტერესო მომენტს, რომ ფარაონი ჩვენ თავის დროზე ამასთან დაკავშირებით კი ვისაუბრეთ, მაგრამ თვითონ ფარაონი გახლავთ ვინ? მიწაზე ღმერთი. ამონის საყვარელი ძე, თუ ფარაონი კმაყოფილია, ამონის კმაყოფილია და თუ ამონი კმაყოფილია, მაშინ მთელი ეგვიპტეც კმაყოფილი იქნება. შესაბამისად, ფარაონის კმაყოფილებაზე ზრუნავს ქურუმთადასი, ხოლო ქურუმთადასის პრივილეგიების ზრუნვა ეს პირდაპირ ფარაონის მოვალეობა. ჩვენ ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით ქურუმთადას და ფარაონის განსაკუთრებულ მდგომარეობას დაუბრუნდებით იმას, რომ ორ ელიტას ეფუძნებოდა ფარაონის ხელისუფლება, ძალაუფლება პროცესით, ეს იყო სამხედრო და რელიგიური ელიტა და მთელი ეგვიპტის ისტორია ამ ორი ელიტის თანამშრომლობა და დაპირისპირება და მეტი არაფერი და ყურადღება მინდა მივაქციო მეგობრებო იმას, რომ ფარაონს რაღაცა დაესიზვრა, ეს ნიშნავს, ეს არ არის ვიღაცას რაღაცა დაესიზვრა, ფარაონს რაღაცა დაესიზვრა, ეს ნიშნავს, რომ გამოცხადება აქვს მიღმული სამყაროდან ფარაონს. ახლა ფარაონის სიზმარი გახლავთ ასეთი, ნილოსია, ნილოსიდან ამოდის 7 ხორცსავსე ძროხა და ლელიანში დგება და ბალახობს, შემდგომ ამოდის 7 მჭლე, ანუ ხორცდაყრილი ძროხა და მათ გვერდით დგება. ეს მჭლე ჭამს ხორცსავსეს და რჩება მჭლედ. თვითონ ნილოსი არის ღმერთი ეგვიპტეში. ეგვიპტეს ნილოსის წვენიც ეწოდება. და ნილოსიდან რაღაცა რომ ამოდის, ეს არის არსმიტიას დაკვირვება, ფარაონი პირდაპირ უნდა მოხდეს, რომ ღმერთი რაღაცას უგზავნის. პირდაპირ ეს მარტივად. მეორე სიზმარიც ნახა ფარაონმა 7 საკვია სავსე, საკვია თავთავიანი ხორბალი, 7 შუტეთავიანი ხორბალი, შუტეთავიანი ჭავს სავსე თავიანს და ისე შუტე რჩება. დილით გაეღვიძა ფარაონს და გაეღვიძა ძალიან განერვებულს, ღმერთი რაღაცას ეუბნება და ვერ ხვდება რას ეუბნება. დაიბარებს თავისთან ბრძენკაცებს, ეს ბრძენიკაცები მეგობრებო რა არის სიტყვა, ახლა მოყვე ჯერ ეს ამბავი და ძალიან საინტერესო დეტალს შევეხები. და მოითხოვს სიზმრების ახსნას. ფარაონს სიზმარს ვერ აუხსნის ვერავინ. ნახეთ. ფარაონს სიზმარს აუხსნის იოსები. და თითქოს ახლა ჩვენ კი ვიცით რაც უნდა მოხდეს, ხო და რა უნდა ახლა ამ სიზმრს ახსნას და მარტივია. მაგრამ ის ამ გადასახედიდან არა და რატო?
ქურუმთა დაში არსებობდა ეგრეთ წოდებული სიზმრების ახსნელთა გილდია, ანუ სპეციალისტები, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ სიზმრების ახსნაზე და რომელიც უშუალოდ პასუხს აგებდნენ ფარაონის წინაშე სიზმრების მართებულ განმარტებაზე. ანუ ფარაონი როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებდა სიზმართან დაკავშირებით, თუ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოსათვის საზიანო აღმოჩნდებოდა, ბრალდებული იქნებოდა არა ფარაონი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ რჩეულთა საბჭო, რომელსაც ურჩია, რომ სიზმარი ამას ნიშნავს, ეს უნდა გააკეთო. ანუ სიზმრის ახსნა ხდებოდა, მეგობრებო, არა ისე, ეს ალბათ ამას ნიშნავს და ალბათ არა, არსებობდა მესოპოტამიური, არსებობდა ეგვიპტური სიზმრების ციკლი. სადაც დახოვებული იყო ძალიან დიდი ინფორმაცია სიზმრების შესახებ. რას მოყოლილი იყო, ჩაწერილი იყო თითო სიზმრები და რას ნიშნავს. და ჩანს ფარაონი ყვება ისეთ სიზმარს, რომლის ანალოგი სიზმარი ვერ ნახეს სპეციალისტებმა აი ამ კრებულში. ამიტომ ვერც ერთი ვერ პედავს. რისკზე ვერც ერთი ვერ მიდის ფარაონს უთხრას ეს შეიძლება ამას ნიშნავდეს. ამას ფარაონი არ აპატიებს, ამიტომ ეს სახელმწიფო დანაშაულის დონეზე იქნება აყვანილი, შესაბამისად ქურუმთა დასი ამ იმას ვერ ხსნის, ამ სიზმრებს ვერ ხსნის. ახლა ზოგადად მეგობრებო, სიზმრის განმეორება, კაი, ცნობილია შუმერის მეფეს გაუმეორდება სიზმარი და როგორც კი მეორე სიზმარს ნახავს და გამეორებულ სიზმარს ნახავს, სასწრაფოდ გასცემს ბრძანება, ცნობილია წყაროდან შუმერული წყაროდან და ეგრევე იწყებენ ტაძრის შენებას, იმიტომ რომ სიზმარი განმეორდა. პირველი სიზმრის მერე კიდე გაუგებრობაში იყო, მაგრამ სიზმრის განმეორება ცალსახად მისი საქმე გადაწყვეტილების მისაღებია. აი, ასეთ რთულ მდგომარეობაშია ფარაონი. ფარაონი ვინ არის? კიდე ერთხელ მეორე. ღმერთი მიწაზე და იმას აქვია, ჩავარდა ძალიან რთულ მდგომარეობაში. რაღაცა უნდა გაკეთდეს, რაღაცა უნდა მოხდეს. კაციშვილმა არ იცის რა გააკეთოს და აი აქ თეთრხუცესი იწყებს საუბარს. გაახსენდება იოსები. და იმას ფარაონს ეუბნება ასეთ რამეს. როდესაც ფარაონმა ესე იგი ციხეში ჩამყარა, ნახეთ ძალიან საინტერესო რამეს გეკ ბიჭებო, ახლა ეს დაიმახსოვრეთ, რასაც გეტყვით ჩვენ რომ მე გადავალთ თეოკრატიისა და მონარქიის შესახებ საუბარზე დავიწყეთ, აი ამ მიმართვას გამიხსენებთ. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მე მონარქია რამდენად უარყოფითი მოვლენა ისრაელში, რა დაუშვა ღმერთმა, რომელი მონარქია ის, რომელსაც მიიღებს ღმერთი, რომელი მონარქია, რომელსაც არ მიიღებს ღმერთი, მონარქიის არსი, რაც გულისხმობს და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ აი აქ ამ მომენტში ხო, ძალიან მე სხვადასხვა მეფეების მაგალითი ამას გავშლი თავის დავაცხადია, მაგრამ აი აქ მომენტში ნახეთ ეს თეთრხუცესი როგორ ელაპარაკება. როდესაც ფარაონმა ჩავყარა ციხეში, დავდო ბრალი, შემდგომ ფარაონმა როდესაც აი ელაპარაკება, მაგრამ რომელ პირში მიმართავს? მესამე პირში მიმართავს. ანუ თვალს კი ვერ უსურვებს. ფარაონთან აი ფარაონს ასე ვერ დაელაპარაკებოდი. ასე ვერ შეხედავდი. ფარაონს ვერ ეთქოდი, შენ რომ ეს გააკეთე, ყველას არ ქონდა ამის უფლება. აი ეს თეთრხუცესი, რომელიც საკმაოდ დაწინაურებულია და ფარაონთან უშუალო შეხება აქვს, ფარაონს ვერ ელაპარაკება ასე პირდაპირ, და მესამე პირში ელაპარაკება. აი ეს არ უნდა მოხდეს ისრაელში. ისრაელში მეფე არ არის ვიღაცა სხვა, ისრაელში მეფე არის ჩემ. შენობით ველაპარაკებ. შენ რო გააკეთე მეფე. არის სხვა შემთხვევებიც, ეს არ არის ის არ ქვია, მაგრამ აი ვთქვათ აი დავითის შემთხვევა, იოსაფატის შემთხვევა, ეზეკიას შემთხვევა, ამ დიდი მეფეების შემთხვევა, ამას გულისხმობს, რომ ეს არის არა რაღაცა ვიღაცა ღვთაებრივი, ვიღაცა ისეთი მხსნელი, არა, ეს არის უბრალოდ რაღაცა ორგანიზატორი, ამას შევეხებთ ჩვენ თვითონ. აი თეთრხუცესი ამას გაიხსენებს და იოსებს ეუბნება. რომ აბა ფარაონს ეუბნება. რომ აი იქ იყო ესეთი ვინც აი ესე ახსნა სიმრები და როგორც ახსნა ისე აუხდა. და ფარაონი გასცემს ბრძანებას იოსები მოიყვანა. მეგობრებო, იოსებს წვეს გაპარსავენ, გამოაწყობენ, შემოსავენ და შემოსავენ რას ნიშნავს? აი კუწმინდა წერილი გვეუბნება რომ რაღაცა, რადგან გამოიცვალა ფორმა იოსებმა, სულ ახლა რაღაც ახალი ამბავი იწყება. და წარადგენენ ფარაონის წინაშეც გაპარსვა აუცილებელი იყო. ანუ მოამზადებენ ფარაონის წინაშე. ჩვენ ამ ადგილიდან კარგად გებულობთ, როგორ უჭირს ფარაონს. ისე ფარაონს სად არის ვიღაცა პატიმარსაც, სახელმწიფო დამნაშავესაც კი დაელაპარაკოს. ოღონდ გაიგოს თქმა, რომ ძალიან ისე ძიმე მდგომარეობა ეგვიპტის მეფის სასახლის კარზე. და როდესაც სიზმარს მოუყვება ფარაონი იოსებს იოსები ეთქვის ასეთ რამეს. რომ რო გაუმეორდა ეს სიზმარი, ნიშნავს რომ ღმერთს გადაწყვეტილი აქვს ამის გაკეთება, რისი გაკეთება? და იოსები ეუბნება. 7 ძროხა, 7 სავსე ძროხა, ხორცავსე ძროხა, 7 მოსავლიანი წელიწადია, 7 მჭრე ძროხა, 7 მოუსავლიანი წელიწადია.
7 სავსე ხორბალი, 7 მოსავლიანი წელიწადია, 7 მოსავლიანი წელიწადი. მე კი არაფერშია დაუძახიათ აქ. იოსებს ევალება მარტო ეს. იოსებმა უნდა განმარტოს სიზმარი. ის პატიმარია. კი, ახლა წვერ გაპარსული, გამოცვლილი, გამოსუფთავებული და კოხტად წამდგარი ფარაონის წინაშე, მაგრამ სასამართლო არ გამართულა იოსებს. იოსები პატიმარია ეს. შეასრულა ფარაონის დავალება, განმარტა სიზმარი, ახლა თავისუფალია, წავიდეს. მაგრამ არა იოსები თავის სიტყვას იწყებს არა სეზრის განმარტებით, არამედ იწყებს იმის მითითებით, რომ ღვთისაგან არის ეს ყველაფერი. ღმერთი აძლევს მას ამ იმას, რა ქვია, ნიჩსა სიტყვას. და ძალიან საინტერესოა, რომ ღმერთი, რომელიც ძის ახლა ფარაონის ტახტზე, ანუ ფარაონი საჭიროებს იმ ღმერთის დახმარებას, რომელიც ღმერთიც იოსების არის. ვიღაცა უცხო ღმერთი დაჭირდა ფარაონს. უცხო ღმერთი. ცოტა უხერხულია ფარაონისათვის. უფრო უხერხული ქურუმთა დასისათვის. მეგობრებო, ჩვენ მერე ვილაპარაკებთ ამაზე, რომ წარმართისათვის არ არის პრობლემა უცხო ღმერთი, სხვა ღმერთი. ეს მონოთეისტვისთვის არის პრობლემა, რომ სხვა ღმერთი არ არსებობს და წარმართისათვის არ არის პრობლემა, იყოს სხვა ღმერთი. მაგრამ ახლა უხერხულობა რაში იქნება, იცით? რომ ეს სხვა ღმერთი პატიმრის ღმერთია. ეს ღმერთი ოდნავ მაინც ამას წარმოადგენდეს, ეს პატიმრობაში კი არ ეყოლება. დიდგვარულად ეყოლება. და ასეთი სუსტი ღმერთი, ასეთი ძლიერი ღმერთის და ასეთი ძლიერი ღმერთი, როგორი ძლიერი ღმერთიც ეგვიპტელთა ღმერთი უნდა იყოს, როგორც ისინი ფიქრობენ. ეს ძლიერი ღმერთი რანაირად საჭიროებს ამნაირი სუსტი ღმერთის დახმარებას, როგორი სუსტი ღმერთიც იოსებს უნდა ყავდეს, რომელიც თავის საქმეა პატიმრობაში ამყოფებს თავის საქმეა თაყვანისმცემელს. ეს გახლავთ მეგობრებო წინასახე იმისა, რომ მოსეს დროს ეს ღმერთები კიდე შეხვდებიან ერთმანეთს. იოსების ღმერთი და ფარაონის ღმერთი კიდე შეხვდება ერთმანეთს და დაიწყება ძალიან საინტერესო მომენტი და ჩვენ იმ დროს ვიტყვით, რომ ის იქნება ღმერთების ომი. ეს ცოტა მოგვიანებით. ახლა საინტერესო რა არის, ცით? საინტერესო არის კიდე მეორე დეტალი. საინტერესო არის ის, რომ სტეთუხუცესის საუბარში ფარაონმა გაიგო, რომ აი ეს პატიმარი, მარტო პატიმარი კი არ არის. არა ეგვიპტელიც არის. ებრაელი, სემიტია. მეგობრებო, ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ახლა ამ მომენტში, როდესაც იოსები ფარაონის წინაშე არის ამაღლებული და ცოტა მოგვიანებით, როდესაც ისრაელი ჩავა ეგვიპტეში და დასახლდება ეგვიპტეში. ეგვიპტეში არის პოლიტიკური გადატრიალება, პოლიტიკური სამხედრო პოლიტიკური გადატრიალება მომხდარი, ადგილობრივი დინასტია არის გადაყენებული და ეგვიპტის მმართველობა ხელში აქვს აღებული სემიტურ მოდგმას, რომელიც ჰიქსოსების სახელით არის ცნობილი. ჰიქსოსები, რომელსაც ეგვიპტე ვერ იტანდა, ძულდა, მაგრამ ვალდებული იყო და იძულებული იყო აეტანა ისინი ტახტზე, იმიტომ რომ ძალიან დომინირებადი მდგომარეობა ჰქონდათ მაშინ და ეგვიპტის ტახტზე ასვლაც კი მოახერხეს. მართალია ჩვენ მერე ვისაუბრობ ამ ჰიქსოსებმა რა გააკეთეს და როგორ გააკეთეს, მაგრამ ეპოქა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არ არის ეპოქა, სადაც ფარაონები ეგვიპტელები არიან. ეს არის ეპოქა, რომელზეც ფარაონები არიან სემიტები. იოსებს სემიტი ფარაონი დახვდა ტახტზე და არ ეგვიპტელი ფარაონი. საძულველი ეგვიპტელებისათვის, მაგრამ ასატანი ამ მომენტში. შესაბამისად, აი ახლა აქ ფარაონი, როდესაც ისმენს რაღაც აზრის თანამემამულის საუბარს, ამის ღმერთი პატიმრის ღმერთი კი არ არის. იმ კულტურული სფეროდან გამომავალი ღმერთია, რომელსაც თვითონ სემიტები ენათესავებიან. ამ ღმერთის სახელი რა არის? ელ ეს ფუძე, ელ შადაი, ღმერთი ყოვლადწლიერი. ეს ფუძეთ, ამ ფუძით იცნობენ, ადონაი რაც არის უფალი. აი ამ სახელით იცნობენ, რომ ფიქრობენ, რომ ცოტა მოგვიანებით იოსებმა იქადა გაკიდევაც ჰიქსოსთა შორის მონოთეიზმი და ეხნატონის რეფორმა, ატონის ღვთაება შემოეტანა მზის დისკოს სახით, ერთადერთ ღვთაებად პირველი ნაბიჯი მონოთეიზმის სახით, სწორედ ამ ქადაგების შესაძლებელია შედეგი ყოფილიყო, რაც თავისთავად ხადი ეგვიპტემ არ მიიღო და იმას მოყვება კიდევაც ის, რომ ჰიქსოსთა მთელი ის განიდევნება და კვლავ ეგვიპტური დინასტია იღებს მმართველობას ხელში. მე ცოტა მოგვიანებით მოხდება, ამას შევეხებით, მაგრამ მაგ საინტერესო რა არის, იცით? რომ საუბარი იწყება სწორედ ასე. რომ ფარაონი ამ კაცს არ უყურებს როგორც პარტიულ პატიმარს, ეს არის ვიღაცა ებრაელი, სემიტი, რომელიც იმ ღმერთის სახელით ელაპარაკება, რომელიც ღმერთი სემიტებისათვის უცხო არ იყო, ეგვიპტელებისათვის უცხოა, მათი პანთეონის, მათი პოლიტიკისათვის მიუღებელია, მაგრამ სემიტი ფარაონებისათვის ხელსაყრელია.
და ნახეთ აქ იოსები რას აკეთებს. ხო გამომართა 7 წელი იქნება შიმშილობა, 7 წელი იქნება პირველი 7 წელი მოსავლიანობა, მერე შიმშილობა, მორჩა განმარტებას წავდი ახლა არა. იოსები კი არ მოდის. იოსები ეუბნება. ისეთ რამეს ეუბნება ფარაონს არც უკითხავს. არც არავის უკითხავს. იოსები ეუბნება პირველი რა გააკეთოს და მეორე როგორ გააკეთოს. იოსები ეუბნება რომ პირველი 7 წლის განმავლობაში უნდა დააგროვონ მარაგი, რომ გამოიყენონ მეორე 7 წლის განმავლობაში. რა მარაგი? როგორი მარაგი? რამდენი? იმასაც ეუბნება მეხუთედი, მოკლედ მოუჭრის. ყოველგვარი დათვლის გარეშე 20% შემოსავლეს 20% უნდა შევიდეს სამარაგო ქალაქებში. მეგობრებო, რა გაეკეთებინა? ფარაონს ეს ვიღაცა პატიმრის საქმე არ არის. არ არის ნამდვილად. აი მაგალითად ცნობილი ერთი ასეთი ამბავი, ჯარისკაც უთხეს მოწესრიგებულიყო ხვალ უნდა ფარაონის წინაშე წარდგარიყო და ჯარისკაცმა ეს მზადება და მეორეს მკვდარი იპოვეს. იდერმიულა. ნუ ფარაონის წინაშე წარდგარიყო ღმერთს უნდა ელაპარაკო, ეგული გაუცხდა იმ სამშიშისაგან, ამიტომ ფარაონს იმამას ვინ გაბედავს? რაღაცა თქვი და წადი გააცხევდა იოსებს იქიდან არა. იოსები ეუბნება რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. პირდაპირ კოეფიციენტს usახელებს ეკონომიკური განვითარების კოეფიციენტს usახელებს 20% შემოსავლის 20% შეინახე და ეს იქნება სწორედ რომელიც შენ ეკონომიური მასაკვეთ სიმკეცეს შეინახავს გაჭირვების პერიოდში. საერთოდ თვითონ ეს ციფრულად ადგენილიყო რა იყო საჭირო. ყველაზე კლასიკურ ვარიანტში სასწრაფოდ ფარაონს უნდა გამოეცხადებინა აღწერა ის ეგვიპტის. მაგრამ პირველი აღწერა არაფერ შუაში არ იქნებოდა, მეორე აღწერას დაჭირდებოდა მიდანთან წელთა შორის ადინამიკა იყო უნდა წოდნოდა მოსახლეობის თვალსაზრისით და მოსავლის თვალსაზრისით. მაგრამ 2 წლის განმავლობაში წარმოებული აი ეს აღწერა უკვე დანარჩენ 5 წელზე სხვა კოეფიციენტს დასვოდა 20% აღარ აქვს და უფრო მეტი გადასახადი იქნებოდა საჭირო და მეტ გადასახადს შეიძლებოდა პრობლემები გამოიწვია ქვეყანაში, ამიტომ იოსები ისე რომ არავის არ უკითხავს. ღმერთის სახელით ელაპარაკება ეგვიპტეს ფარაონს და ეუბნება ასეთ რაღაცას, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს და ამას უსმენს ფარაონი. მარტო ფარაონი არა, მთელი ქურუმთა დასი. ქურუმთა დასი მეგობრებო ნიშნავს ერთადერთ რამეს. ქურუმთა დასი ნიშნავს რომ ის ასაც ქურუმთა დასი უფლებას ბჭყალებში თავის დავაცხადე უფლებას მისცემს ფარაონს, ეს იმას ნიშნავს რომ ქურუმთა დასი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ეს ყველაფერი მთელი ეგვიპტისათვის გახდეს მისაღები. აი ამას უყურებს მთელი აი ეს პოლიტიკური ხელისუფლება. ფარაონი შეხედავს იოსებს და იტყვის ღმერთის სულია შენში. ღმერთის სული ამგადში. და არც ერთი ქურუმი ხვას არ ამოიღებს, მეგობრებო, ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ეს პატიმარი აღარ არის. აი ეგ შეიცვალა მომენტალურად სტატუსი იოსების. რაღაცები წერია, ახლა მე ამას ვიტყვი და ამით დავასრულებ ამ ლექციას თავისთავად ცხადია, მაგრამ მნიშვნელოვანი ეს თემა რო არ გაგვიწყდეს ახლა მინდა გითხრათ ეს სტატუსი შეიცვალა, როგორც წერია წმინდა წერილში ცით. ფარაონმა ხელი მოგიტა იოსებს და დასვა თავის მეორე ეტლზე. ეს მეორე ეტლი რა არის შეგეძლოთ გამოგებინოთ. თუ ფარაონს ეგვიპტის მართლს ორი ეტლი ყავს ხოლმე, ერთი და მეორე. მეტი არ ყავს ეგვიპტის ყველა ეტლი ფარაონის არ არის? კი, როგორ არის? ეგვიპტის ყველა ეტლი ფარაონისა. მაგრამ არა, ფარაონს აქვს რაღაც განსაკუთრებული ეტლი, რომლისნაირი აქვს ერთი კიდე, მეტი არ არსებობს. აი ის არ არსებობს მეტი, აი ის მისცა იოსებს. რატო? მეგობრებო, ეგვიპტეში ეგვიპტური რელიგია საკმაოდ დუალისტურია და ეგვიპტურმა რელიგიამ იცის მოძღვრება, აქვს სწავლება ორეული შესახებ. რომ ყველა ადამიანს ყავს თავისი ორეული, ამ ქვეყნად და იმ ქვეყნად. და ყველა ადამიანი ეძებს თავის ორეულს. ეს ის ორეულიც ეძებს ამას. და თუ იპოვის, ხო, ეს ორეული უკვე ერთთლიან ეს ჰარმონიაში მოვლენ და ამ ქვეყნაზე და იმ ქვეყნაზეც ეკრებათ აი ეს რაღაცა კეთილდღეობა. დააკვირდით ეს ფარაონი ხედავს მის ვიღაცა პატიმარ ბიჭს, რომელმაც იცის ყველაფერი რა აკეთოს და როგორ აკეთოს, ისაც წესით უნდა იცოდეს ფარაონი. ფარაონმა რაც არის იცის ვიღაცა სხვა. რაც წესით ფარაონში უნდა იდოს ის ჩადებულია სხვაში. და ფარაონი როდესაც იწვევს ღმერთის სულია ამ კაცში, ეს მარტივად რაღაცა იოსების ღმერთის აღიარება კი არ არის. ეს არის მითითება იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ღმერთი ეგვიპტეში. ფარაონი ჩემი სულისას, ანუ ჩემნაირია, ანუ ვინ არის? ჩემი ორეული, ამიტომ დასვა თავის მეორე ეტლზე პირდაპირ ებრაულდა რომ თაგონ შეიძლება თაგოთ ასეც. დასვა თავის მეორე ეტლზე, ანუ ორეულის ეტლზე და იოსებთან დაკავშირებით თქვამია.
მხოლოდ ტახტით ვარ შენზე მაღლა. მთელი ეგვიპტეს მოურავი ხარ, მთელი ეგვიპტე შენთვის ჩამიპარება. ამ კანცლერის თავარი მინისტრის ფუნქციები. ყველაფერი ჩააპარებას. აქ ერთი მომენტი, რომელიც არ მithქვამს, მინდა ამას დავუბრუნდე აუცილებლად. ბისონით შემოსილ ხელზე ბეჭედს გაუკეთებენ იოსებს, ოქროს ცეცხლს აკიდებენ, ეს ისაა, ამ თმას ბოლომდე გადაუღებენ, რაც ქურუმის ის არის და ბისონით შემოსავენ და აი ასეთ შემოსილს მთელი ეგვიპტის ქურუმობა თაყვანსებს. ეს ნიშნავს ოფიციალურად აღიარებული იქნა იოსების უმაღლესი სამოხელეო სტატუსი, ფარაონი მხოლოდ ტახტით არის მასზე მაღლა. კიდევ ერთხელ შეიმოსა იოსები. ახლა ბისონით შეიმოსა. ეს სამოსელი არის ის სამოსელი, რომელსაც ვეღარ შემოახევენ მისი ძმები. პირიქით, ამ სამოსელში მყოფი იოსებს შეხვდებიან ძმები და თაყვანსებენ მას. ეს ის სამოსელია, რომელიც სამოსელშიც იაკობით შეხვდება თავის შვილს, განსხვავებით იმ სამოსელისაგან, რომელიც სისხლში გათვლილი დაიტირა მამამ. შემოსვა იოსებისა არის ის შემოსვა, რომელიც საბოლოოდ ძალიან დიდ განგებულებად წარმოდგება მომავალ თხრობაში. იოსები არის დაწინაურებული და მისი ამ დაწინაურების საბოლოო რეზიუმირება მოხდება ერთი საინტერესო ფაქტით, რითაც ჩვენ უკვე უნდა მივხვდეთ, რომ წმინდა წერილს კიდევ რაღაცა უფრო დიდი აქვს ალაპარაკო, ვიდრე აქამდე ილაპარაკა. აქამდე რასაც ლაპარაკობდა, გასაგებია. იოსები ზუსტად სამამამთავრო გზაზე მიდის. აბრაამის, ისააკის და იაკობის გზაზე მოდის. ზუსტად მიდის, მაგრამ აი აქ ჩაიკეტა ეს გზა. ეგვიპტური ბისონით შემოსილი იოსები რაღაცა სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს. აქ აბრაამი, ისააკი და იაკობი არის რაღაცა სხვა რამე. გაგრძელება სადღაც სხვაგან უნდა იყოს და მართლაც მათე იტყვის. ასე იტყვის მათე გაიხსენეთ. აბრაამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანიმის და რა იოსებ და ძმანიმის. რაღაცა კიდევ ახალ წყალებში სურპრიზ, ახალ რაღაც სიახლისთვის გვამზადებს წმინდა წელი და სად გამოჩნდეს? არა იმ ბისონში, რომელი ბისონიც ეგვიპტურია და შეიმოსა ახლა იოსები არა, ქორწინებაში. იოსები დაქორწინდა ჰელიოპოლისის ქურუმის ასულზე, ასინეთზე. აი ეს ქორწინება მეუბნება. აი აქ მეთქარცდება. რაღაც სხვა რამე უნდა მოხდეს. გაგრძელებით ის ხაზი ვერ გაგრძელდება. ეს გამოიწვია. ჩვენ ამიტომ გამოვტოვეთ იუდას ქორწინება. იუდას ქორწინება ამიტომ გამოვტოვეთ იუდას ქორწინება ჩვენ დავუბრუნდებით შეგრებულად ამიტომ გამოვტოვეთ იუდას ქორწინება. ეს ქორწინება სხვა რამეს ნიშნავს. ის ქორწინება სხვა რამეს ნიშნავს. ყურადღება მიაქციეთ. ჰელიოპოლისის ქურუმი იყო განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი იმ პერიოდში, რომელ პერიოდზე ჩვენ გვაქვს საუბარი მზის ქალაქის ღმერთი, ანუ მზის ქალაქის ღმერთის ქურუმი. ნებისმიერი ღმერთის დღესასწაულზე იმისას მას ხომშეწირვის უპირატესებს ხომშეწირვის უფლება ჰქონდა დათმობილი, იმიტომ რომ ეთქობა ეს სემიტური მართლა ეს რელიგიური რეფორმა მზის გარშემო ტრიალებს და ძალიან სიმპტომატურია ეს ყველაფერი. სახელსაც შეუცვლიან იოსებს, ეგვიპტურ სახელს უწოდებენ მართალი გითხავენ ბოდის გიხდეს სახელი ბიბლიდან ნამდვილად არ მახსოვს. ზოგის განმარტებით ეს არის განცდა შემგროვებელს გულისხმობს, ზოგის განმარტებით ეს სახელი თუ ეგვიპტურია ქვეყნის ხსნას გულისხმობს და ასე შემდეგ და ასე კონ ნეტარი თეოდორე და ბევრი მაინც განცდის საგანძური შემგროვებელისგან იხრება თანამედროვე განმარტებელიც. ამას თავი დავანებოთ, მას არ აქვს მნიშვნელობა. ეს თქობა უნდა დავასრულოთ რითი. ორი ძე შეეძინება იოსებს. პირველი მანასე, მეორე ეფრემი. მანასე ნიშნავს დავიწყებას და ეფრემი ნიშნავს სიუხვეს. მეორეზე არ აკეთებენ აქცეს, მაგრამ პირველზე აკეთებენ აქცეს, რა დაივიწყა იოსებმა. წმინდა წერილში წერია, დაივიწყა ორი რამო, დაივიწყაო ის ტანჯვა, რომელიც ტანჯვას გამოიარა და ერთი სიტყვა წერია, რომელსაც შესაბამისად უნდა გაგება სხვანაირად ვერ გავიგებთ, მამის სახლი. აი მამის სახლი დაივიწყა, რაც ნიშნავს ეს ხო არა პირდაპირ ვერ გავიგებთ ეს გამორიცხულია მამის სახლის და სავარაუდოდ დაივიწყა ის სირთულე და ის ყივილი, რაც მამის სახლიდან არის წამოღებული. აი ყივილზე აქვს საუბარი ამის დავიწყებას, რომ მამის სახლი იოსებს დავიწყებული არა, ამას ჩვენ ძალიან კარგად ნახავთ შემდეგ თხრობაში. ჩდება ერთი კითხვა მაინც. ასი დაწინაურებული იოსები. ნატო არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩავიდეს მამასთან
და ამბავი გააგებინოს. მივიდეს მამასთან და უთხრას, ცოცხალია ის და არ მიუტარა. ამას არ აკეთებს იოსები. ზოგი ფიქრობს, რომ ეს დაივიწყა მამის სახლით ნიშნავს სწორედ ამას, მაგრამ მეორე მიმართება უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას შემდეგ თხრობაში ვნახავთ, რომ იოსები რაღაცნაირად ემზადება ისთვის შიმშილობისათვის და შიმშილობა ახსენებს მას პირველ სიზმარს. მანაც და ფარავნმაც ორივემ სიზმარში ნახა რა ხორბალი და აი ეს მოვლენა გაუკავშირდებოდეს სწორედ შიმშილობას. ელოდება 7 წლის გასვლას, 7 წლის გასვლას, აი 7 წლის შემდგომ, ანუ დაევიწყა შეიძლება იგივე როგორც მოითმინა მამის სახლთან ურთიერთობა და აი 7 წლის შემდგომ ის უკვე დაელოდება, ქმედითად დაელოდება სიზმრების რეალიზებას, რომელიც ღმერთმა მისცა ჯერ კიდევ ქანაანის ქვეყანაში. წმინდა წერილს ეს თქობა სრულდება ასე. გავიდა 7 მოსავლიანი წელიწადი, ძალიან დიდი მარაგი დააგროვა ეგვიპტემ, დაეწყო 7 მოუსავლიანი წელიწადი, ეგვიპტე მიადგა ფარაონს და ფარაონმა ხელი გაეშურა იოსებისაკენ. პრობლემას აგვარებს სახელმწიფოში ფარაონი შემდგომ პირველი კაცი იოსებმა გახსნა ბეღლები და დაეწყო ხორბლის დარიგება. აქ იუდაური გარდამოცემა ვერ მოითმენს და მაინც იტყვის ერთ-ერთი რაბინი მაინც იტყვის ასეთ რაბინს. ხორბლის დასაღებად რომ მოდიოდნენ, იოსები წინადაცვეთას თავაზობდა და წინადაცვეთის შემდგომ ატანდა ამ ხორბალს. აცალებდა არაბებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავაზობდა ამბობს. ამით სრულდება ეს ამბავი იოსების ამბავი, რომელიც ეგვიპტეში მოხდა, ეგვიპტეში ასე დამცირდა და ეგვიპტეში ასე აღზევდა და შემდგომ საუბარში, შემდგომ თხრობაში ძალიან საინტერესო თხრობა გვექნება, თხრობა ისრაელე ფიქრობ ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ ორ შეხვედრაში დავასრულებთ შესაქმის წიგნს. ანუ გვექნება საუბარი ის დაგვრჩა ეს ისრაელის ეგვიპტეში ჩასვლა და იუდას ამბავი უნდა მოუყვეთ აუცილებლად და შემდგომ ხო აი ორ შეხვედრაში ჩვენ დავასრულებთ შესაქმის წიგნს. და აი მესამე შეხვედრაზე დავაწყებთ პროცესს, რომელიც ძალიან მიყვარს, ახლა ესეც მიყვარს, მაგრამ ის ეპოქა უკვე. მე წინა ლექციაზე ვერ ვიყავი და წინა კურსიდან არ მახსოვს. ეტიმოლოგიურად იოსები რას ნიშნავს? უკვე პასუხობრივი რასულობს. კიდევ შეკითხვა მაქვს. სიზმრის ვერ განმარტება. ქურუმების მიერ. აშკარად უფრო ნაკლებად ისჯება ვიდრე ცუდ განმარტება. ანუ ჩვენს ეპოქაში როცა რაღაცა ფუნქცია გაბარება სამსახური, თუ ვერ აკეთებ, ადამიანს უჩვენე მოიწურს. და ასე უფრო გამოძროება. რო არ უთხრან, აბა ისთვის მჭირდებიო სიზმრების მინისტრატორ და მოაყან მამ. და ანუ ეს ქურუმთა ზნეობა და სისტემა იმდენად ზნეობრივი და მკაცრია, რომ ისინი არ გარგავენ სამსახურს, ანუ ამბობენ, აი წიგნები ნახეთ, არაფერი არ გვაქვს და არ ისჯებიან ამისთვის. გეთახმები. და მესამე შეკითხვა. ფარაონი ირწმუნებს იოსების სიტყვას წინასწარ და მისცემს მას ამ სტატუსს გადამოწმების და გემაინძელის წლის დაცვის გარეშე რომ ნახოს მართლა მოსავლიანი ძალია თუ არა. აპრიორი ფეშქეშად ავანსად აძლევს ყველაფერს მეორე წლის ჩათვლას. ანუ სიტყვა იოსების იმდენად გამჭოლია და ზუსტი. რო ფარაონი აღირსება რწმენით, მას ნივთიერი და ასტური მას შეიძლება აღარც უკვირს, რომ შემდგომი 14 წელი ზუსტად აღწევდა. ის გაოცდება იქ და მაშინ. კი ბატონო. ამრიგად ფარაონი წარივა ესა სულიერი და მოწმული ადამიანი. ზოგადად ლევან, არა მე მესმის შეგაკუთრებით საუბრობდა არანაირად ციხიდან ჩვენივე დროში ვიღაც ციხიდან გამოვიყვანეთ და უშკუპა გადაივიდა რაღაცა მითხრა სანამ არ გადასტურდება ვერ ჩამოკიდა შესიტყვაში რახანეკ მითხრა კოლექტივ არ შემოგვ უბრალოდ რამნაირად წმინდა მამათალი დატოში ზოგადად ფარაონზე სულიერი კაცია ვაი არავინ არის იმიტომ მე არ გისწორი მე მოვდივარ შეხერმან უბრალოდ აი
ფარაონ ეგვიპტე, ფარაონ ეს სიმბოლოებია დაცემულობის, სიბნელის, მაგიტომაც გავს ხაზი. მე მივხვდები შენ საქციელი. ხო, შენ სოციალურ ვარიანტში განიხილი არა, 10-ში, არა, შეგვიძლია თქვა, რომ რომა ყოფილიყო პირველი წელი მოსავლიანი, მე გააზრობდა თავს. მაგრამ მაგრამ არ ელოდები. ხა უმაღლესი თანამდებობა. არ ელოდები, იმიტომ რა მინდა გითხრათ, შეიძლება მე კარგად ვერ იმასავქელი, მაგრამ იოსების სიტყვა იმდენად დალაგებულია და იმდენად აფიქრია. მაგრამ იოსები იმაზე ვერ იფიქრებოდა და დაალაგებდა, ანუ ღმერთი ალაპარაკებს ამას მამები ამბობენ, რომ ღმერთმა მისცაო. ერთი მომენტი დამავიწყდა ბოდიში ეს. ხო, ბოდიში სანამ მაგას ძალიან გამომჩენა. სანამ ჩვენ დროში რაც უფრო დაალაგებულად მე ჩავჭება, რაც მით უფრო ჩამოვიდა. მით უფრო არ ვენ. მით უფრო ჩვენი და უფრო გაუპარსავია ბლოკო. ხო, აქ რა გამოჩა, ახლა ვერ ერთი რაღაცა გამოჩა, ასო არ მეთქვა, ან რადგან უნდა სხვა რამეზე გავაკეთე აქცენტები გამოჩა. ეფრემასური გვეუბნება გვიყვება ასეთ ამბავს. და ეს აშკარად იუდაური გარდამოცემიდან აქ წაკითხული აშკარად. იოსები რო აღაზევაო ფარაონაო, აქ იდგაო პოტიფარეცო. აი მით ციხეში ჩასვა. პატრიოსალის პატრონი. და უყურებს ამას. ესო იოსები რო ხდება როგორც უცუდად ეკრებაო საქმეო რა. ხოდა წავიდაო სახში და ცოლს მოუყავო ყველაფერი და ცოლი მაშინ ჩვენ ვიყავით დამნაშავე, იქ აღიარა მოცულმა ყველაფერიო და წადიო ახლა იოსებს მოუბოდიშეო. ეს წავა და იოსებს მოუბოდიშებს და ფრემასური ამბობს იმდენად დიდი იყო სულიერად იოსები, რომ სამაგიერო არ გადაუხდიო და აპატიეს ყველაფერი. ლევა შეიძლება ეს დაგჭირდეს რა, იმჟელობაში, ნამჟელობას იმას საკენ ყავის გაზრობა აქიდან იქიდან ახლა შეიძლება და იქიდან აქეთაც ყოფილიყო, რომ ხო პრემიერ-მინისტრი გახდა იმაში რა ეგვიპტეში. და როგორია ახლა 13 წელი იმაში აქვია 13 წელი არა მაგრამ 2 წელი ციხეში აყოფა ხო სულიად დონაშაულა და შეგაჩვენებია რომ უნდა ციხეში ყოფა ესეთ კითხვა მაქვს რომ ელაპარაკა ფარაონზე აი მონას ყოველთვის რომში ესე იყო შეიძლება ეგვიპტეში და განსხვავებული წესები იყო მაგრამ მონა ეს არ არის ადამიანი ეს არის მითი შესაბამისად მონას ვინც ფლობს იმას არ ჭირდება იქ არც გამოძიება არც ციხე შეიძლება აი ცუდ ხასიათზე დილას გაეღვიძოს და მოაჭრას თავი და არავინ კითხვას არ დასვავს რომ ამან საკუთარი კერძო საკუთრება რატო დააზიანა შესაბამისად რატო საკუთარ მონას ეს პოტიფარი რატო უშვებს ციხეში თან როგორ ხდება ეს ისე ციხეში სადაც აშკარად VIP პერსონები არიან სახელმწიფო დამნაშავეები არიან და ან მონას რომელსაც რა თუნდა გამოძიება მოკალა კი ან იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვათ თქვენ რაც მოგუყვებით იმას გავყვებით რომ ეს კი მიხვდა რომ ცოლის ნაჩალიჩარია ბოდიში სლენგისთვის მაინც ანუ ან ცოლს უნდა რამე გაუკეთოს ან ამას თუ მაინც აი დაბოღმილზე გადაწყვიტა რომ ამას რამე გაუკეთოს და მოაჭერეთ თავი ნამუსია და ცოლის ხმარებს და ეგრე ან მოაშორა ზუნება ცოლს და დაიტოვა ცოლი ცოლად ცოლი ჭირდებოდა როგორც ეფრემასური ამბობს თავის სოციალიზმის მაგრამ ჩვენ მშელობისას ერთ შეცდომას უშვებთ ეს შეცდომა მინდა გავიტო ამარტო არ კი არა ზოგადად უშვებთ ამ შეცდომას ჩვენ აი აქედან ვიყურებით ძალიან თქო გაითვალისწინო რომ ეს ღმერთების ეპოქა ეს ძალიან რელიგიური ეპოქაა და იოსები მისთვის არის არა მონა ანამეთ ვიღაცა ისეთი რომელსაც ღმერთი უჭერს კი ეს ღმერთი გასაგებია ახლა არ უნდა იყოს ესე ძლიერი მაგრამ აშკარად რაღაცა მფარველობს იმ ქვეყნიდან და აი ეს შიშია საკრამენტალურთან შეხება ძალიან დიდი შიშია ამიტომ ვერ გააკეთებს ძალიან თქო ამას ყურადღება მიაქცია რომ ოდესაც ჩვენ საუბრობთ რელიგიურ ეპოქას თავისი ზნეობრივი კრიტერიუმები აქვს ჩვენ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით და გაგახსენებთ მე ხო სოდომში ყველა მოწმენდი. სოდომში ათეისტები არ ცხოვრობენ. მაგრამ როგორი მოწმენდებიან, როგორი ღმერთიც აყავს, აი ღმერთის მიხედვით არიან მოწმენდები, ხო? ასე ზომავენ. ხო, ანუ ასაზომიც აქვს, ამ საზომი. აი ამ ღმერთის, რომელი ღმერთიც პოტიფარს აყავს, ამ ღმერთის საზომი ასეთია. აი აქ რაღაცა ისეთი ძალა მოქმედებს, რომელიც ძალიან შეიძლება მეჩემეხოს, როგორც შემეხოს სასიკეთოდ, შეიძლება შემეხოს საუბედუროთაც.
რომ იოსები გაწია იქით რა არ მოკლა. საერთოდ არის აზრი რომ იოსებთან იოსები დაკითხა და პირადი საუბარი ქონდა და იოსები მოუყვა მთელ ცხოვრებას. ძმებმა აუქნეს როგორ იმას აქნეს და მეორე ანალოგი დაიჭირავა თავის ცხოვრებასთან და მიხვდა რომ მართალი იყო და მართალკაც არ შეეხო. არის ასეთი ასეც. ყოველ შემთხვევაში ერთი და მასკარაა რომ საფრთხე განგებულება მოქმედებდა. არ ხოდის